საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ თქვენთან ერთად მე თამთედოლიძე ვარ. საპარლამენტო არჩევნებიდან უკვე 6 თვე გავიდა ეს ის დროა, როდესაც უკვე შესაძლებელია ახალი მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის მუშაობის შეფასებები გაკეთდეს. ხოლო 19 აპრილია ამ დღეს რუსთაველის პროსპექტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის მხარდამჭერებს ელოდება. როგორ შეიძლება რომ განვითარდეს მოვლენები ხვალ და ზოგადად როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ. მე წარმოგიდგენთ მათ ბატონი შოთა გოგიბერიძე, კოალიცია ქართული ოცნების წევრი, ეროვნული ფორუმის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბატონი დიმიტრი კვარღალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია ქართული ოცნებიდან, ბატონი მიხეილ გოგოტიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბატონი ირინა საჯაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. იქამდე ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, შეგახსნებთ ჩვენს ნომერს ტრადიციულს 27 56 62. შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის მანძილზე შემოგვიერთდეთ, თუმცა იქამდე ვიდრე საუბარ შეუდგებოდეთ, ნახოთ ჩვენი ქუჩის გამოკითხვა, სადაც რესპონდენტები მონაწილეობენ დავისთავოთ. თქვენ როგორ გონიათ, ხალხი უნდა მივიდეს ნაციონალების აქციაზე თუ არ უნდა მივიდეს? არ უნდა მივიდეს. რატომ? რატო და არა დანაშაული აქვს ბევრს. მივიდეს, ვისაც სურვილი აქვს, მივიდეს და ვისაც არ მივა, ვისაც არ უნდა. მაგით არაფერი დაშავდება. უნდა მივიდნენ და მოისმინონ, რას ამბობენ. ეს ყველამ თავის გადაწყვეტილებით, ალბათ. თქვენ რო იყო თბილისში მიხვიდოდით? თბილისში რო იყო, არ ვიცი, მაშინ დავფიქრდებოდი. თავი შევიკავი პასუხს ვერ მოგცემთ მაპატიით. არ უნდა მივიდეს. არავითარ შემთხვევაში, არავითარი უფლება არ აქვს მაგ ნაციონალებს, რომ აი ზუსტად არ ამოჭრათ ეს, რასაც მე ვამბობ. არავითარი უფლება მაგათ, რომ იქ ვინმე მივიდეს და მაგათ დაუჯეროთ, ის იქნება ძალიან შემცდარი. მე მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ მივედოდი. არ უნდა მივიდეს, არავინ არ უნდა მივიდეს, აქცია არ გჭირდება. რაც საჭირო აქცია, რას მოგვიტანს? არაფერს არ მოგვიტანს. ანუ არ უნდა მივიდეს ხალხი? არავითარ შემთხვევაში. რატომ? რატომ და ჩაბარდა ისტორიას ის ვის მიტინგზეც აპირებენ მისვლას ზოგიერთები. ხალხი უნდა მივიდეს და რაც არის სპირში. უნდა მივიდეს. რატომ გონიათ რომ უნდა მივიდნენ? იმიტომ რომ ეს თავრობა არაფერი არა. და ის თავრობა ჯობდა. როგორ იყო იმ თავრობის დროს კრიმინალი? ეხლა მე ქუჩაში გამოსვლა მე შენია. რასაც ხალხს დაპირდნენ, იმის 5% შესრულებული არაა. ჯერჯერობით არა გამართლებული. ჯერ არ გავმართლე. ჯერ არა. ისე ვართ რომ ძალიან გვიჭერს. არ გაკეთე რა თქმა უნდა, მაგრამ რა უნდა გაკეთებულიყო ამ მოკლე დროში. ყოველ შემთხვევაში არ მისცეს საშუალება რომ ემუშაო და ვერ მიიღო ის რაც იყო დაპირება. ჯერ კიდევ ველოდებით. ცოტა გია უკვე ესობა მან არის მე. მე ვარ გლეხი და რავი ჩემს ვერთია. მე ვირადად მაყოფილი ვარ, მაგალითად დენის ტარიფზე ძალიან მოწესრიგებულია ახლა ჩემთვის. იმედის თვალით შევცქერი მე ამათ მუშაობას. არაცლიან ეს ხალხი ამათ მუშაობას. რასაც აკეთებენ ამ 6 თვის, მაგერმა რო 9 წლის განმავლობაში გააკეთეს, ამათ იმაზე მეტი გააკეთეს ამ 6 თვის განმავლობაში და მეცაც გააკეთებდნენ და ჩხუბში და აყალმაყალში აქვს მაგათ დრო გატარებული და დაბიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი შეასრულა და მაგი კაცი ღმერთმა მოულინა საქართველოს. მე სააკაშვილს ხმა მივე მქონდა იმედი, ბევრი კაი გააკეთა, ბევრთან მადლობელი ვარ და ცუდი არ გუკეთია ფერი. მოცნება მნიშვნელოვანი პარტიი მეიმატეს პენსიაო და სექტემბრამდე იქნებოდა. მაგის იმედი გვაქვს, არ ვიცი წინ დადი რა იქნება. ბატონ მიხეილ, თქვენგან დავიწყებ გამომდინარე იქიდან, რომ 19 აპრილი არის ბოლო დღეების, კვირეების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციის ჩატარება აი ამ პერიოდში? ანუ რატომ უნდა მივიდეს ხალხი ხვალ რუსთაველის პროსპექტზე? მიზანი ამ აქციის რა არის ხვალ? მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. საკმაოდ აქტუალური კითხვაა, და ამ კითხვაზე შეიძლება ითქვას ერთი პატარა პასუხი არ არსებობს. ამას ამ კითხვას სჭირდება მსჯელობა და ეს არის ნამდვილად მსჯელობის საკითხი. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის შეკრება მხოლოდ. ეს არის ქართველი ხალხის შეკრება ნაციონალური მოძრაობის ეგიდით და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერით. ანუ ჩვენ აქ ხვალ ვინც ვიქნებით ამ შეხვედრაზე, ამ აქციაზე, ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი პოზიცია არის პროდასავლური.
ჩვენ არ გვინდა რუსეთის მონობა. აი ზუსტად ამ სიტყვები და ზუსტად აი ეს მინდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ უნდა ვიყოთ და ყველა ქართველმა უნდა დადგეს იქ, სადაც არის საქართველოს ბედი წყდება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქართული საქმე. არა და არა, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ არა რუსეთს. მე რა თქმა უნდა კიდევ უამრავი რამე მაქვს საქმელი, ალბათ მომეცემ ამის სისაძლებლობა და ამიტომ აღარ გავაგრძელებ ახლა სიტყვას. ყოველდღიურად თქვენთან მექნება პრინციპში იგივე შეკითხვა და ასევე იქნებ უთხრათ მაყურებელს, თქვენ როგორ გონიათ, რატომ უნდა წავიდნენ ხვალინდელ აქციაზე მოქალაქეები და ასევე საინტერესო არის ოზურგეთიდან იკრიბებიან და მიდიან თუ არა. კი, მოგესალმებით. ხვალინდელი დღე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ჩვენ ვიკრიბებით თანამოაზრეები, ვინც ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა დავდგეთ და არ უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ ახალი ხელისუფლება რახან არის სათავეში, აღარ უნდა არსებობდეს რეალური ოპოზიციური ძალა. და მარტო ერთ მხარეს უნდა გქონდეს საუბრის საშუალება. თუმცა ახლა ადგილზე ჩვენ ამას ესე ვერ გძნობთ, მაგრამ არის რიგი დარღვევები, რიგი შემთხვევები და ეს არის შეკრება ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ თანამოაზრეები ერთმანეთს გვერდზე დავუდგეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოაზრეები ოზურგეთშიც ბევრი არიან და ხვალინდელ აქციაზე მოდიან, ეს არის საპროტესტო აქცია და მოდიან ჩვენი ოზურგეთლები, გურიდან საკმაოდ ბევრი მოდის, ჩვენთანაც პირადად დღესაც მოვიდნენ ადამიანები, გამოთქვეს სურვილი წასვლის. ანუ ეს ადამიანები დამოუკიდებლად წავლენ ამ აქციაზე, თქვენ რაღაცა ტიპით უზრუნველყოფთ ან ტრანსპორტირებით ან ტრანსპორტირებით ძირითადად, ოღონდ ბევრი მოდის დამოუკიდებლად. ახლა ჩვენ ყველას ტრანსპორტირების საშუალება ნამდვილად არ აქვს პარტიას და ნაწილი წამოვა ჩვენი. ამ ხნის მანძილზე, როცა ანონსდებოდა ეს აქცია ხვალინდელი, გამოთქვამდნენ, ანუ როგორც თქვენ ამბობთ, სურვილს რომ წამოსულიყვნენ, ხო არ გსმენიათ, ხომ არ ყოფილა შემთხვევები რაღაცა ტიპის ზეწოლის აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით? აი ჩვენ პირადად, აი მეც პირადად ეგეთი არ მქონია ნამდვილად, რომ ეხლა გამორიცხულია, რომ ვინმეს ან დაერეკა, ან დაეთქვა, რომ თუმცა ეს იყო რაღაც შინაურებთან რომ ჩემი შინაურები და მეგობრები, რომლებიც ასე თუ ისე არ არის ჩემი თანამოაზრე, ამბობს, რომ რატომ მიდიხარ? სისულელე ეს ყველაფერი და აი ნამდვილად ვთვლი, რომ ეს არ არის სისულელე და ნამდვილად უნდა იყოს მაღლეზე და ოპოზიციური ძალა თუ მაშინ არ მოგწონდა ეს ჩვენ ყველაფერი, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ასე თუ ისე და არ იყო რეალური ოპოზიციური ძალა, ეხლა რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად პოლიტიკური სერიოზული ძალა და სერიოზული ოპოზიციური ძალა და ხელისუფლება კარგი რომ იყოს, ხო ეს მარტივი ჭეშმარიტება ოპოზიცია უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და ვთვლი, რომ ეს საჭიროა ქვეყნის წინსვლისათვის და დემოკრატიისათვის. დიდ მადლობა. ბატონ დიმა, თქვენი შეფასება იქნება ძალიან საინტერესო, პრინციპში იგივე კითხვა მაქვს, ანუ ისე უკავშირდება 19 აპრილს. როგორ გგონიათ ოპოზიციამ რამდენად სწორი სვლა გააკეთა, რომ აქცია დაიგეგმა აი ამ თვეში, რას უკავშირდება და როგორ უყურებთ საერთოდ აი ამ დაგეგმილ შეკრებას ხვალისთვის? მოგესალმებით, მადლობა მინდა დაგიხოთ მოძებნისთვის, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ნუ რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ეს იმ ადამიანების ნებარი კონსტიტუციური შეიკრიბება, სადაც უნდათ იქ, მაგრამ ბატონ მიხეილის ვერ დავეთანხმებით რამეში, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეკრება. ქართულმა ხალხმა ძალიან ცალსახად გამოხატა 1 ოქტომბერს თავისი პოზიცია და ხვალ დარწმუნდება ნაციონალური მოძრაობა, რომ იქ იქნებიან მხოლოდ ის ხალხი, ვინც არიან თავიანთი მომხრეები, თუ კიდევ დარჩათ თავიანთი მომხრეები. სამწუხაროდ ეს რიცხვი ძალიან პატარა იქნება, ხვალინდელ დღე ამას ჩვენ დაგვანახებს, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის არსებობა და არ არსებობას, მე კაბადონინას ვეთანხმები, რომ ნაციონალური მოძრაობიდან განსხვავებით ჩვენ მართლაც გვინდა რომ ოპოზიცია არსებობდეს და არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია, იმიტომ ეს აუცილებელია იყოს ოპოზიცია და ამიტომ ჩვენ პირიქით ხელს შეუწყობთ ნაციონალურ მოძრაობას როგორც პარტიას ოპოზიცია ჩამოყალიბდეს. ხო, ოღონდ ისეთი ტყუილები, რომელიც კიდევ მესმის რომ ჩვენ თურმე რუსეთისკენ ვიხრებით, ჩვენ თურმე პრორუსული ძალა ვართ, ჩვენ თურმე ამ ომში რუსეთის მხარეს ვდგებით და ჩვენ თავს ვიდანაშაულებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამ მოტივით უნდა თურმე ხალხი მოიყვანონ, ეს კიდევ ერთხელ მორიგი ტყუილია, კიდევ ერთხელ მორიგი შეცდომა შეყვანა საზოგადოების, კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ ოპოზიცია უნდა არსებობდეს, კონსტიტუციური ოპოზიცია უნდა არსებობდეს, არანაირი ზეწოლა, არავის არ იქნება, არც ყოფილა და არც იქნება, ჩვენ მივესალმებით საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არსებობდეს ოპოზიცია და ოპოზიციური აზრი და პატივისცემა ოპოზიციური აზრის. ბატონო შეთა უკავშირდები ისევ და ვეხებით 19 აპრილს, თქვენ რას ფიქრობთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რა პროგნოზები გაქვთ და ასევე აქვე შეგეკითხებით ბატონმა დიმამ ახსენა ძლიერი ოპოზიციის აუცილებლობა ქვეყანაში, თქვენ როგორ ვთქვით?
მივესალმები გულის ტელევიზიის მაყურებლებს. მე მინდა ცოტა უფრო სიღრმისეულად შევხედოთ, ვეცდები ძალიან ლაკონურად გადმოგცეთ ჩემი აზრი. ვფიქრობ, რომ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჰიპერბოლიზებულია მასმედია. ვფიქრობ, რომ ისევ სერიოზულად იმუშავა ნაციონალური მოძრაობის PR ჯგუფებმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაეპიარებინათ ამ აქციის მნიშვნელობა. მე ამას უყურებ როგორც ერთ ჩვეულებრივ მოვლენას, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის წყალობით, დღევანდელი ხელისუფლების წყალობით ოპოზიციური აზრი არ იდევნება, ეს იქნება ძალიან ხელისუფლებისაგან უზრუნველყოფილი აბსოლუტურად გამოხატვის თავისუფლება, ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ არსი ამაში არ არის. თავარი არსი არის ის, რომ ჩემის აზრით ხდება საზოგადოების ყურადღების გადატანა აი ასეთი მსგავს ღონისძიებებზე. სწორედ მაშინ აი თქვენ დასვით შეკითხვა, რომ თარიღთან დაკავშირებით მოიქცა თუ არა სწორად ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ამ თარიღთან დაკავშირებით თავისი მიზნების განხორციელების მხრივ სწორად მოიქცა, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ და ხედავენ, რომ ქვეყანაში მიდის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ძალიან სერიოზული სისხლის სამართლის საქმეები გადის საფინალო სტადიაზე. უფრო და უფრო იკვეთება ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ ვითარებასა და მაშინ ჩადენილ დანაშაულების შესახებ და რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ეცდება ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე და რა თემაზე გადადის ყურადღება. მოკლედ მოგახსენებთ მაგასაც თემა, რომელიც აბსოლუტურად თითიდანაა გამოწვეული. კოალიცია ქართულმა ოცნებმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ოფიციალური განცხადება გააკეთეს საპარლამენტო დონეზეც, საერთაშორისო შეხვედრების დონეზეც, ყველა დონეზე, რომ ჩვენი ქვეყნის კურსი არის პროდასავლური და მიმაჩნია, რომ ეს არის მოგონილი თემა, მხოლოდ იმისთვის, რომ აუცილებლად ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით. კარგით. ანუ ამოწუროთ თვითონ ეს აქციის თემა ხვალისთვის. თქვენ რა პროგნოზები გაქვთ ხვალისთვის? ანუ როგორ შეიძლება რომ განვითარდეს მოვლენები? საუბრობენ, რომ ხომ არ იქნება უხეშად რომ ვთქვათ, რა ვიცი, დარბევის შემთხვევები და ასე შემდეგ. ანუ შინაარსობრივად რა არის დაგეგმილი ხვალისთვის და თვითონ რა მოლოდინი ხვალინდელ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, საპროტესტო აქციაზე ჩვენ აი რაღაც სასწაულს არ ველოდებით. მართლაც მე დაგეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან პოლიტიზირებული და ძალიან ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. არ ვამბობ, რომ მართლა ხალხის ყურადღება შეიძლება გადატანილი იყოს, გინდა თუ არა, აი რაღაცას განაციონალები აწყობენ და იმ დღეს სიურპრიზებს ვიწყობენ და რაღაცას ველოდებით ან დარბევას ან არა. თუმცა ანონსდებოდა, რომ ანუ სიურპრიზებს უნდა ელოდოთო. ეგ სხვა რაღაცაა, მაგრამ მე ვამბობ მეორე მხარე, რომელიც ამბობს, რომ ნაციონალები აი რაღაცა იკრიბებიან და რაღაცას ელოდებიან და რაღაცა გაშღერდება და იქ სააკაშვილის თემა წამოიჭრა, იქ რაღაცა თემა ეს იმდენად რაღაცა ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი მეორე მხრიდან აბსოლუტურად მთავრობის მხრიდან და არა ჩვენი მხრიდან ვეთქვი. საერთოდ არ გვინდა რომ ამას კონდეს ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი. ჩვენ ვიკრიბებით ნამდვილად თანამოაზრეები, რომ ვიდგეთ ერთმანეთის გვერდზე. დღეს ძალიან ბევრი ბატონო დიმიტრი წავიკითხე გვერდდება სასოფლო-სამეურნეო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, სხვადასხვა ინსტიტუტები და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან აბსოლუტურად დამოუკიდებლად ეს სტუდენტები თავიანთ Facebook-ზე ჩემი მეგობრების შვილები არავინ არ დარწმუნებული ვარ იმათ ვერავინ სტუდენტს ვინ გამოიყვანს თუ თავისი არ გამოვიდა აქციაზე და პროტესტი თუ არ გამოხატა. ნახოთ, ჩვენ ხო არ ვიცით რამდენი ხალხი შეიკრიბება. აბსოლუტურად ეს არის მშვიდობიანი აქცია, ერთმანეთზე გვერდით გომისაკები. ბატონო, შევრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია აი ამ აქციაზე დასახელდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. ანუ გაქვთ თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია, რამდენად რეალურია ეს და შესაძლებელია? მოგახსენეთ, რომ მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. თუ შეიძლება თუ არა დასახელდეს პრეზიდენტობის კანდიდატი მდინარე აქციაზე, მაგრამ მე მინდა ჩემი ოპონენტების გამოთქმაზე შევეხო, ვინაიდან აბსოლუტურად ვეთანხმები მათ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ვარი გითხრა ჩვენ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას და ხარი დაუჭირა ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართულ ოცნებაში არის. რატომ მოხდა ეს თქვენი აზრით? ანუ რა სად იქნა შეცდომა დაშვებული? ჩვენ არაერთხელ მქონია საუბარი. აი, როდესაც უკვე რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო ჩნდება თუ სად იყო შეცდომები დაშვებული. ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ გარკვეულ წლად დავცილდით ჩვენს მომორჩევას, ჩვენს მოსახლეობას.
ვინაიდან იმ დონეზე ქონდა გადატანილი ყურადღება აი ამხსენებლობით პროცესებზე, რაც მიდოდა ჩვენს ქვეყანაში, აი ინფრასტრუქტურა ექნება თუ სხვა, აი მასშტაბურ ობიექტებზე ქონდა საუბარი, ჩვენ გვეგონა რომ ამას ხალხი მაინც დაინახავდა და აღარ ქონდა იმაზე საუბარი, რომ ყოველდღიურად ხალხთან ურთიერთობა ქონოდა. ჩვენ დავცილდით ჩვენს ამორჩევებს. არ ქონდა ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და სხვა, რა თქმა უნდა, კიდევ შეცდომების გამო. თუმცა ეს ახლა მგონი მთავარი არ არის, ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ აქციაზე. ალბათ ელინა ბრძანა რომ მართლაც ეს ხარიშხალია ჭიქაში, ვინაიდან ჩვენ ვატარებთ აქციას, ხომ? ჩვეულებრივ მშვიდობიან შეხვედრას, რომელიც არის დაანონსებული რამდენიმე თვის წინ, რა თუნდა მას ამდენი ის სიტუაციის აგორება, რომ აუ არიქა 19 ნოემბერს შეიძლება მოხდეს რაღაცა, შეიძლება ის მოხდეს, ეს მოხდეს, ასე თუ ის. ასევე არის ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს, მინდა გითხრათ, ალბათ რა ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ 1 თვის წინ, 20 დღის წინ, რომ მე თქვენთან ერთად მოვდივარ, რომ აი რამდენიმე დღის წინ შევეხმიანე და მეუბნები ამ ადამიანებს, რომ არა მოდიხართ თუ არა, რომ მეუბნებიან, რომ აუ იცით რა, ჩემი ძმა მუშაობს, ჩემი შვილი მუშაობს, ასე და პირდაპირ სახის ზეწოლა არის თუ არსებობს რაღაცა შინაგანი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებს, ჩვენ ამ ზეწოლებზე ადრეც ხონდა საუბარი, მე ახლა აღარ ჩაურმავდები, აქ პოლიტიკური ადგილობრივი ლიდერების შედაც რო იყოს ზეწოლებზე საუბრები, თუმცა მე მაინც მიმაჩნია რომ 6 თვე გავიდა არჩევნების შემდეგ ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა წეგან მსმენელმა უბრალოდ რესპონდენტმა ბრძანა რომ ვეთანხმები რომ გაიავთა ელექტროენერგიის გადასახადი კი ბატონო გაიავთა 3 თეთრით ხომ ძალიან კარგი მისასალმებელია თუმცა ადამიანებში უფრო მეტის მოლოდინი იყო გაიავების განახევრებაზე იყო საუბარი იგივე ენერგოს სხვა მატარებლებზე აუცილებლად ვისაუბრებთ და შევეჯამებთ აი ამ ლექსს მე ერთი მინდა თქვა რომ აი ის გაიავება ბუნებრივი არის გაიავება რის ხარჯზე მოხდა აი საქართველოს არის ტრანზიტი ქვეყანა სადაც გადის ეს აბრეშუმის გზის ერთი ნაწილია ეს შუბსის ტერმინალზე გადის და საქართველოს უხდიან გარკვეულწილად ტრანზიტის სახით გადასახადს აი იმის ხარჯზე მოხდა იმ 5 თეთრის გაიავება რაც გაიავთა ბუნებრივი აირი ეს არის ჩვენი ეკონომიკისათვის ბიუჯეტისათვის დამანგრეველი და სანამ დავასრულებთ აი ამ თემით დავასრულოთ 19 აპრილის საკითხი, ანუ შესაბამისმა სტრუქტურებმა თქვეს, რომ რაღაცნაირად უზრუნველყოფენ ისინი მშვიდობიანი შეკრების აი ამ ფორმას, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ დაასრულდება მშვიდობიანთან ეს ყველაფერი, პროვოკაციებს ექნება ადგილი, თქვენ როგორ გონიათ? მე ვფიქრობ, რომ არანაირ პროვოკაციებს არ უნდა კონდეს ადგილი. არც ერთი მხრიდან. ჩვენი მხრიდან რომ არანაირ პროვოკაციებზე არ ექნება საუბარი და არ ველოდები არც მეორე მხრიდან პროვოკაციებს. ჩვენ მივდივართ მართლაც ერთი ოჯახის წევრები და ყველა შვილებთან ერთად ოჯახთან თავისი მეუღლე მოყავს რომელიც ხვალთუზე ქმის გააჩენს ორ მეუღლესთან ერთად მოვიდა ჩვენი აზრი დასაფიქსირება და კიდევ ერთხელ მინდა ოპონენტების გასაგონად და ყველას გასაგონად თქვა რომ აი ეგ მივდივარ მე იმიტომ რომ არა უთხრა რუსეთს მართალია ფიქსირდება რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აფიქსირებენ რომ არ პროდასავლური ორგანიზაცია მაგრამ საქმით გამომდინარე ეს ასე არა ნამდვილად არა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენი საგარეო კურსი უკვე შეიცვალა და მიმართულება იცვალა რუსეთის. თუმცა კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. და ფიქრობენ რომ ჩვენი ქვეყნის კურსი არის პროდასავლური. თუმცა აი ელემენტარული ავიღოთ, რატომ მიმდინარეობს ომის თემის გამოძიება. იმიტომ რომ ჰააგის სასამართლოში მიმდინარეობს ამ თემის გამოძიება, ჰააგის სასამართლოს აქვს პრინციპი, თუ სხვა სასამართლო დაიწყებს მის მიერ ქვემდებარე საქმის გამოძიებას, ის ავტომატურად აჩერებს ამ გამოძიებას და ელოდება მეორე სასამართლოს გამოძიებას. როდესაც საქართველოს ქართული სასამართლო დაიწყებს ომის თემის გამოძიებას, ჰააგაში გაჩერდება და შესაბამისად ყველა დონეზე ტალიანის დასკვნით და იმის შესაბამისად გვაქვს ჩვენ რომ უნდა აღიაროს თერმა მსოფლიომ რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი არის ოკუპანტი და აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% მითვისებული, აი ამ დასკვნის დადებას შეაჩერებს ეს. ეს კიდევ რუსულ წესრიგზე დასმული წყალია. აი მაგალითად დავიღოთ რომ თქვათ მოსულიყო პუტინის ხელისუფლება დღეს საქართველოში. რა ზომებს გაატარებდნენ ისინი? პუტინის ხელისუფლება პირველ რიგში გაატარებდა შეცვლიდა ოკუპაციის კანონს, გამოუშვებდა რუსის ჯაშუშებს და დაიწყებდა ომის თემის გამოძიებას, რომ საქართველოს დაბრალებოდა ომის თემის დაწყება. აი იგივე რაც გააკეთა დღეს ხელისუფლებამ მასობრივად იგივეს გააკეთებდა მე ვფიქრობ რომ პუტინის ხელისუფლება. აი სწორედ ამის გამო და კიდევ სხვა თემების გამო მე ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას და ვამბობ ხმამაღლა რომ არ გვინდა ჩვენ
რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოფნა და ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. გასაგებია ბატონო დიმა. გააკეთეთ მე ყველაფერი მაგისტრის. ომის თემაც ასევე მანამდე ამ თემას შევეხებოდით, რომელსაც შეეხო ბატონი მიხეილი, იქამდე ვუპასუხოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც ხაზზეა და გველოდება გისმენთ პირდაპირ. ბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენს საუბრობას იმის მაგიერ, რომ ნაციონალურ პარტიას ხელი შეუშალოთ, იქნებ შეახსენოთ, რომ დაპირებული ის პროგრამები შეასრულოს, რაც დაპირდნენ ხალხს, თორემ ისე იქნება საქმე, რომ თქვენ შემდეგ მოსული მთავრობა ალბათ წინააღმდეგობასაც ვერაფერს ვერ გაგიწევს, ალბათ იმიტომ არაფერს არ აკეთებთ, რომ მე რამეში პასუხიც არ გექნებათ მოსათხოვნი. ალბათ ერთადერთი ეს იქნება მოსათხოვი თქვენთვის, რომ სრულიად დაუდექით რუსეთს მხარში, ძალიან გთხოვთ, გადახედეთ საქართველოს ისტორიას. ძალიან გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ იქ, როდის იყო რუსეთი ჩვენი მფარველი. ან საერთოდ თუ იყო ჩვენი მფარველი. ჩვენ ზუსტადად ხვალ 19 აპრილს აუცილებლად დავდგებით იმ პარტიის გვერდით, რომელმაც მოგვიტანა ევროპული ცხოვრება და ცოტა გაგვიოლა და წინ წაგვიყვანა ცხოვრებაში. დიდი მადლობა. ასე თავის მოსაზრება დააფიქსირა ბატონო დიმა. იქნებ გადავიდეთ აი ამ თემაზე, საგარეო კურსის თემაზე. აზრები იყოფა ორად, რა ვიცი, ბევრი საუბრობს ამაზე. თქვენ როგორ გონიათ, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იცვალა ჩვენმა კურსმა მიმართულება თუ არა, ანუ რა კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დასავლეთის კურსი? კიდევ ერთხელ მინდა გამომარტო, რომ კიდევ ერთხელ შევყავს საზოგადოება შეცდომაში, კიდევ ერთხელ მინდა ადამიანების შეცდომაში შეყვანით, თუნდაც აქციაზეც მოიყვანოთ ეს ხალხი სასაცილო, როცა ბატონი მიხეილის ეწოლაძე ლაპარაკობს. სასაცილო იმიტომ, რომ როცა 9800 ბიზნესი წართმეული აძალით, სასაცილო 70000 ობიექტი ერთლარად არის გაყიდული და ხალხ შეეხება ომის თემას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს და კოალიცია ქართულ უცნაურს არასოდეს არ გაუნტუნებია საქართველოს მთავრობა ომის დაწყებაში. ჩვენ ამ თემას არ ვეხებით, რომ აგრესორი ამაზე არ ვდავობთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ნაციონალურ გასაგებად, რომ უსეთ რომ აგრესორი ამაზე არავინ არ დალოს, ეს საკითხი არც გადახედავს არ გვინდებარება, არც ბატონო მიხეილ დავამთავრებთ შეიძლება ეს თემა არ გადაიხედება, რომ აგრესორი არის რუსეთი და ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ აქ არის კითხვა. ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს ომი ვინ დაიწყო. ჩვენ იცი რა გაბატონოთ რა გვაინტერესებს, თუ ამ ომის გამოძიებაზე არის საუბარი, ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ შვიდობიანი მოსახლეობა რატომ იქნა იქ მიტოვებული. რატომ არ იქნა შვიდობიანი მოსახლეობა გამოყვანილი? რატომ არ თუ ჩვენ მეორე მხარე მცხინვალი დაცალა თავიდან ბოლომდე, თუ ვინმეს ის არგუმენტი აქვს ამის აპასუხოთ, რომ ჩვენ თუ ხალხს გამოვიყვანდით, ჩვენ მაშინ ომის პროვოცირებაში და ფრალს ვინმე დაგვდებდა, ეს არის უსუსური არგუმენტი. როცა ადამიანების სიცოცხლეს ეხება, როცა ფაქტია, რომ შვიდობიანი მოსახლეობა მეტია დაღუპული ვიდრე ჯარისკაცი, ეს ერთი და მეორე, შეგვეძლოთ თუ არა აი ამ ომის თავიდან აცილება. გამოძიებას ეს კითხვა აინტერესებს და ჩვენ გამოძიების დაასკვნა იქნება ობიექტური. პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ ეს იყოს ობიექტური, იმიტომ ეს არის სანფაქიზი თემა. ჩვენ ამ გამოძიებაში დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი, იმიტომ რომ რუსეთს არანაირი არგუმენტი და არანაირი შანსი არ უნდა მივიცეთ, რომ რამეზე ხელი ჩააბღაუჭონ ამ გამოძიების მომენტში, ეს სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, ამიტომ ეს არის შიდა გამოსაძიებელი თემა, ეს უნდა საქართველოს ერთხელაც სამუდამოდ დავადგინოთ ჩვენი ხელისუფლება რამდენად ქართულად, რამდენად სახელმწიფოებრივად მიუძღვა თუ კიდე ამ ომს. რატომ მოხდა რომ ორ დღეში წავაგეთ ეს ომი და ბევრი კითხვა არსებობს. ის კითხვა რომ უნდა გადაიტანოს რომ ჩვენ თურმე ვადანაშაულებთ, ქვია, ქართულ ხარეს ომის დაწყებაში, ეს კითხვები არ არსებობს. ეს კითხვა საერთოდ არ ისნება. ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს. ეს ერთი საკითხი. ახლა მეორე საკითხი, რაც მინდა ვთქვა, თუ რა გააკეთა ქართულმა უცნებამ. კურსთან დაკავშირებით. დიახ, რაც შეეხება ის რომ პირიქით 9 წლის განმავლობაში, როცა ნაციონალურ მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მე მგონი ვერანაირად ვერ მივახლოვდით ჩვენ ნატოს, იმიტომ რომ ქვეყანაში იყო არადემოკრატიული მმართველობა, ქვეყანაში იყო ზეწოლა, ქვეყანაში იყო ბიზნესის წარდგენა. ქვეყანაში
არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა, არ არსებობდა თავისუფალი მასმედია, რომელი ნატოზე და რომელი ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ. და თქვენ გინდათ რომ მერაბიშვილის მეთაურობით ქვეყანა წავიყვანოთ ევროპასა. მერაბიშვილია ევროპული ლიდერი და მერაბიშვილი უნდა ჩაუდგეს დღეს ნაციონალურ მოძრაობას სათავეში და ეს უნდა იყოს ევროპული ტიპის ლიდერი. ეს სასაცილოა ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. ხა რაც შეეხება რაკეთება. ის 6 თვიან მმართველობაში, რაც ოცნება მოსული არის ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი რამე გაკეთეს საბედნიეროდ. ნუ შევაფასებ ძალიან მარტივად, რომ 1 სექტემბრიდან ყველა ჩვენი ოჯახი, ვისაც ბავშვი ყავს სკოლაში დასაყვანი, მიიღებს ციგნებს უფასოდ. რომელიც 150 და 200 ლარი არის ეკონომიას. კი, ანუ შედეგებს რა გაკეთე 6 თვის მანძილზე აუცილებლად შევეხებით, უბრალოდ ბატონ შეთას უნდა ვკითხოთ აუცილებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება ეს ქვეყნის იმიჯის შელახვა, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ასევე საგარეო კურსიც უნდა ვკითხოთ აუცილებლად. მე მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის იმიჯის შელახვასთან დაკავშირებით, ქვეყნის ასეთი საფრთხის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის რეალურად რუსეთისთვის de facto და შემდეგ de iure გადაფორმებასთან დაკავშირებით, სწორედ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას უნდა ეკრძნო უხერხულობა, რომ ეს დაემართა ამ ქვეყანას და ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ეს ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული. იმაზე რა საუბარი, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია. ის ამისთვის ყოველთვის იქნება მზად და მისი იმპერიული ზრახვები საუკუნეების განმავლობაში თავის თავს ადასტურებსა და ამჟღავნებს. საქმე იმაშია, რომ რუსეთს მსგავსი ამბიციები უამრავი ქვეყნის მიმართ გააჩინა და უამრავი ტერიტორიების მიმართ, აგერ კურილის კუნძულების თემა ნახეთ იაპონიასთან ურთიერთობაში და იგივე რიტორიკა რუსეთის, რომ წაართმევს კურილის კუნძულებს იაპონიას და დაიმტკიცებს საბოლოოდ. ასე არა საუბარი საქმე არის სწორედ იმაში, რომ ქვეყნის ხელისუფლება ერთპარტიულმა მმართველობამ, რომელმაც აიღო გუნდური პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვას და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ვერ უზრუნველყო ქვეყნის უსაფრთხოება. ქვეყანა სწორედ იძიებდეს უნდა ამ მსგავს საქმეებს. რა მოხდა, რატომ მოხდა, გაიხსენეთ მაშინდელი 2008 წლის დროინდელი წინასაომარი რიტორიკა, რა პიარი მიმდინარეობდა საქართველოს ტელევიზიით. ჩვენ ყველას კარგი მეხსიერება გაგვაჩნია, ყველას გვახსოვს რა მზადდებოდა, როგორ მზადდებოდა და შედეგი მივიღეთ კატასტროფული. მინდა გითხრათ, რომ აი სწორედ გველოდება და თუ შეიძლება მეორე განვაგრძელოთ საუბარი, მოგესალმებით. ბატონო მიში მოგესალმებით ყველას. ბატონო მიშიკო თქვენთან მაქვს შეკითხვა. შეიძლება. როგორც ცნობილია ჩემთვის 1000 კაცი ხვალისთვის მობილიზებულია იმისთვის 300 ლარს ურიგებს თითო ადამიანი. არ ვიცი ვინ პიროვნებებია, მაგრამ თუ გაქვთ ბატონ დიმიტრის თქო თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. ბატონო მიხეილი ტოს და შემდეგ ბატონო. კი, აუცილებლად მსმენელს პასუხს. მე საგაზეთო ინტერვიუში დავაცხადე, რომ გურიის რეგიონიდან ჩემი აზრით აპირებს 1000-ზე მეტი ადამიანი წასვლას ხვალინდელ მიტინგზე. ეს არის მე დაახლოებით 1 თვე ძირითადად მუშაობ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ აი თუნდაც ამ 1000-დან ერთი კაცი მაჩვენეთ თქვენ, ვისთვისაც ჩვენ 300 ლარი მიგვიწია. ერთი კაცი მაინც, ერთი დააფიქსირეთ, ერთი კაცი მაინც ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტით, ვეხმარებით მოსახლეობას, ტრანსპორტირებით ოზურგეთიდან გადაადგილდეს თბილისამდე და უკან დაბრუნებაში და რაც შეეხება ეს ფუფუნება, რომ ჩვენ ფული დავუღებოთ, ნამდვილად არ გაგვაჩნია და თქვენ სახელით ახსენა ჩვენმა რესპონდენტმა იქნებ უპასუხნა რაიმე ესეთი სახის რაც შეეხება ფულად დაინტერესებას მე ჩემს თანამემამულეებზე, ჩემს ქართულის ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ფულის საფასურად არავინ იქ არ წავა. ეს არის თუ შეთავაზება ახლა თუ გინდა სიმართლე გითხრათ ნაციონალურ მოძრაობიდან მან შეთავაზება დიდად არ გამიკვირდება სხვა შეთავაზებებთან ერთად, მაგრამ მე რეალურად ეს შეთავაზება არ მსმენია ნამდვილად. მაყურებელს მოусმინეთ თუ შეიძლება. დავამთავრებიებთ, მეც არ მომეცა საშუალება არ ივარგებ ძალიან ხო. ორივე შეკითხვა შემაწყვეტინეთ პასუხისგაცემა ორივე. მაგრამ მაყურებელს უნდა მოусმინეთ და შემდეგ მოგეცემოთ საშუალება გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ტელევიზორის მოცილდეს უნდა ალბათ. მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა? გისმენთ ალბათ მოგვიანებით შემოგვიერთება მაყურებელი ხაზია. თუ შეიძლება მოშორდით ეკრანს ცოტათი და იმედია გესმით ჩვენი ხმა, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. ალო. გისმენთ? გესმით ჩემი? დიახ. გესმით ჩემი?
დიახ, გვესმის თქვენი ხმა. რაღაც დაგითხრათ. რა აქვს გოგოტიშვილს სალაპარაკო, რა ზეწოლებზე მაგილაპარაკობს და რა დაშინებებზე, მაგათ დაშინებები უყვეთ საერთოდ. შეკითხვა და როგორ იბარებდნენ ხალხს, როცა სააკაშვილი ჩამოდიოდა, მთელი ოჯახები გამოყავდათ და რა ზეწოლებს გაკეთებდნენ და რა უსინდვისოებს და კონჭკაცი სახლი ინგრეოდა და ესენი იმაში წყალკაშია მაგათვისო ადგილი გამოყოფილიო მაგარა გასვათ ხოლმე რა აქ მაგას სალაპარაკო არის. გასაგებია, დიდი მადლობა. მაყურებელს შეკითხვა არ ქონდა. ეს ალბათ ეს არის ცოტა პროვოკაციული შეკითხვა, მე ამაზე არ გავაგზელებ, რა თქმა უნდა. მე ზეწოლა თუ სურვილი აქვს ფრენელი შეუძლია ჩვენთან მობრძანდეს, ვისაუბრებთ თუ ჩემი მხრიდან ვინმეზე ზეწოლა სადმე ოდესმე ყოფილა ოდესმე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, მაგრამ უბრალოდ თავ შევიკავებ, რომ ადგილობრივი ლიდერებისგან გაგვიგია ჩვენ არაერთი ზეწოლაზე და მოწოდება თანამდებობის პირებისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრობისათვის, ამ მხარდაჭერობისათვის განთავისუფლდნენ საჯარო მოხელეების სამსახურიდან. თქვენ შეგაწყვეტნეთ საუბარი, შეიძლება დავასრულოთ აი ამ ორ კითხვაზე პასუხი. კი ბატონო, მე აუცილებლად მინდოდა შევხმიანებოდი ამ შეკითხვის ავტორებსაც და გაცემულ პასუხსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდან. სიტუაცია ქვეყანაში თვითონ მათ შექმნეს ისეთი, რომ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება შორის ზღვარი წაშალეს. ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მიდიოდნენ და იწყებდნენ მუშაობას, ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის რა ქვია, წევრები ხდებოდნენ და ხელისუფლება აბსოლუტურად პოლიტიზებული იყო, ადგილობრივიც და ცენტრალურიც. ამან განაპირობა ის, რომ ეს მოთხოვნები ჩემო ძვირფასებო ოცნების ლიდერების მხრიდან, რომელიც გაჟღერდა არჩევნების შემდეგ, სწორედ ამან განაპირობა ეს არ იყო, თქვათ, ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობის შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი მოთხოვნა, მაგრამ საზოგადოება, რომელმაც გააკეთა არჩევანი, რა თქმა უნდა, ელოდებოდა იმას, რომ გუნდური პასუხისმგებლობა ეგძნო ნაციონალურ მოძრაობას და თვითონ აიღოთ მორალური პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო სამსახურიდან. თქვენი განცხადებები, ანუ ამ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები არ არის მიზანშეწონილი. დიახ, პოლიტიკური ნიშნის გათავისუფლებაზე არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი იყო საუბარი პოლიტიკურ კანონზომიერებაზე, რომ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე გულისხმობ საპარლამენტო ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას, მთავრობას, მათ მისცემოდათ საშუალება ადგილებზეც, რომ ღირსეულად და ღირსეული ადამიანების მიერ, იმ ადამიანების მიერ, ვინც ადგილებზე გაასცა დაპირებები ქართული ოცნების სახელით, მათი მეშვეობით მომხდარიყო ამ საქმიანობის განხორციელება. რომ ძალიან ბევრი პროგრამებია, ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ჩვენ გადმოვიტანეთ თემა 6 თვეზე და აბსოლუტურად იგნორებას უკეთებთ იმას, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში და რა ზეწოლებზე უნდა იყოს მართლა საუბარი, როდესაც ერთი წუთით უნდა დამამთავრებიოთ, როდესაც აი ბატონმა დიმიტრიმაც ახსენა ჩამორთმეულ ქონებებზე, აურაცხელ პირველ ადგილზე ვიყავით თითქმის მსოფლიოში, შეიძლება ითქვას ერთ-ერთ პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობით, ხდებოდა უამრავი უბედურება, ნულოვანი ტოლერანტობა და კონსტიტუციის მორგება თავზე ადამიანების გაუბედურება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ შიდა სტრუქტურებშიც რა მდგომარეობა იყო, რაში ხარჯავდნენ ხალხის ფულს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სწორედ ამ გამოძიებების თემამ წამოიწია. სწორედ ამას კითხულობს ქართველი ხალხი და ეს შეკითხვები ყველა ლეგიტიმურია. ომთან დაკავშირებითაც ყველა შეკითხვა ლეგიტიმურია. აი აგერ ამერიკელი ექსპერტი გამოვიდა და ერთწუთით კეთყვით მაგასთან დაკავშირებით, საგარეო კურსთან მივდივარ სწორედ იქამდე, რომ აი სწორედ ის ამერიკელი ექსპერტი, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი გახდათ, რა თემებზე საუბრობს, რომ ომი ეს გახდათ თავდაცვაში ჩაყრილი მილიარდების, რა ქვია, გათეთრებისა და ჩამოწერის საშუალება, ხოლო შემდეგ ომის შემდეგ მიღებული დახმარებების მითვისების საშუალებაა. არ უნდა გამოვიძიო ჩვენ ეს თემები. ქართველი ხალხს აქვს თუ არა ლეგიტიმური უფლება დაასვას ეს შეკითხვა და თვითონ გასცეს პასუხი საკუთარი ობიექტური გამოძიებით. მით უფრო რომ ეს საშუალება არსებობს აბსოლუტურად იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მივდივართ თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლოსკენ, ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი რეფორმები, ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციური რეფორმები, აგერ წიგნებზე ისაუბრა ბატონმა დიმამ, აგერ არის საუბარი გლეხებისთვის უშუალებელ პროგრამებზე. დაკავშირებით მინდა შეკითხვა და დაგესრულებინათ თქვენ
რატომა საუბარი 20 ლარიან ვაუჩერს 600 ლარზე და 700 ლარამდე ვაუჩერის რა ქვია ბარათი არ ჯობია რა თქმა უნდა რაზეა საუბარი როგორ შეიძლება ამის შედარება შეიძლება მაშინ ამის შოთა ზუსტად საუბარი რომ ბარათი და ვაუჩერი შეიძლება ითქვას რომ ერთი და იგივე თემაა თუმცა მე ისიც მახსოვს რომ ჩვენ ვერ ვაკადრებთ ჩვენ მოსახლეობას ვაუჩერს მივალ და პირადად დავუყნავთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან ამაზე საუბარი შემდეგ აღმოჩნდა რომ ვაუჩერს არიგებდნენ ვაუჩერს მოგეხსენებათ ჩვენც ვარიგებდით 250 ლარიან ანუ 4 წლის განმავლობაში 1000 ლარიან ვაუჩერს რომელიც მოსახლეს გარანტირებულად ეცოდინებოდა რომ მას აქვს 250 ლარი წლის განმავლობაში ეს შეიძლებოდა ელექტროენერგიის გაზის სასკაულო ნივთების თქვენ არ არიგებდით ეს ფერი დაპირება იყო ჩვენში ეს იყო დაპირება რა თქმა უნდა ადამიანი დარწმუნებული ეს გარანტირებული ეს ხო სირთულეებთან დაპირება როდესაც 9 წელი 100 დოლარია პენსიას მიღებოდით ხალხს და შეუსრულებდით მე თქვენ შეიძლება ეს იყო გარანტირებული 4 წლის განმავლობაში დარიგდებოდა და დღეს რა მიიღო მოსახლეობა ყველაზე მაქსიმუმ აქვს თქვა მას 100 ლარიანი ვაუჩერი რომელსაც შეუძლია შეიძინოს სამეურნეო ნივთები 2 და 3 ბად ფასებად საბანკო ფასთან შედარებით ხო მე ამაზე არ მაქვს მე ეს ფასიანიანი ვაუჩერი მაყურებელს მოვუსმინოთ შეიძლება და ბარათი ვაუჩერი ხო ნაცვლად დაკავშირებით 600 ლარამდე ჰექტარზე თუ შეიძლება ბატონობა მაყურებელს მაგას შემოდგომაზე დავითვლით გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით ყველას რა თქმა უნდა უზურგეთები ყველას გიცნობთ ყველას დიპლომატიებთ მაგრამ მინდა ერთი პოზიცია დავაფიქსირო ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ აქვს უფლება ილაპარაკოს საერთოდ არ მორალზე და საერთოდ ეროვნულ თვითღირებულებებზე ნაციონალური მოძრაობა გადაშენდეს როგორც მამონტები გადაშენდა თავის დროზე შეკითხვა გააქვთ ბატონო გასაგებია მადლობა თუ შეიძლება სწორედ ამ თემებს მინდა შევეხოთ ქალბატონი და შემდეგ უკვე განვაგრძელოთ თუ შეიძლება დაწყებულს ბანნო დაგვემთავრები და კარგით მაშინ მოკლედ ძალიან მოკლედ აი ვაუჩერზე მქონდა საუბარი და ბარათზე დღეს ჩვენი ზურგეთის და მოსახლეობის სიტუაციიდან გამომდინარე 70% აქვს 2500-ზე ნაკლები სახნავი, ანუ მას არ უწევს ნათესვა, სახნავი ვაუჩერი არ უწევს, უწევს მხოლოდ 100 ლარიანი ვაუჩერი. არ უწევს ქალაქის მოსახლეობას ვაუჩერი. ჩვენ შემთხვევაში უწევდა 4 წლის განმავლობაში 250 ლარიანი გარანტირებული ვაუჩერი, რომელსაც მოიხმარდა სხვადასხვა დანიშნულებით: ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასკოლო ნივთების ნათესვის და საწყობის შესაძენად. რაც შეეხება ზეწოლაზე მქონდა წერან ჩვენ საუბარი, არ მინდა მე ამ თემას გავყვება დოზი დაუცილებლად შევეხებით მაგ თემას და ცოტა მოგვიყვებით მოგვიწევს ამაზე საუბარი თუმცა 6 თვე გავიდა სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი თემა რა გაკეთა ამ ხნის მანძილზე და როგორ შეაფასებთ აი ამ 6 თვეს როგორც ნაციონალური მოძრაობის ასევე კოალიციისთვის იქნებ უპასუხოთ ამ შეკითხვას თუმცა მანამდე ისევ მოусმინოთ მაყურებელს მოგესალმებით ხართ გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ალო გისმენთ გესმის ჩემი დიახ გესმის ალო მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ხა ნამდვილად არ ვაპირებდი ათ პოლემიკას შესვლას და ათ პოზიციის დაფიქსირებას მაგრამ უკვე ყველგან მოლოდის გადააჭარბა ზღვარი აი წაიშალა ის ზღვარი რაც მქონდა მართლა კიდევ ასე უსინდისოდ რომ გამოდის ეს ახალი თავრობის წარმომადგენლები ვეღარ ფარავ ემოციებს. კაცი, რომელიც მოვიდა მკვდარ ქვეყანაში, მკვდარი საქართველოს, გააცოცხლა, თեղზე დააყენა, აღსვენებლობის პროცესი დაიწყო, გაამწყინა სრულიად საქართველო. და მეც პირადად მე ვფიქრობდი, ყოველი ამის შემდეგ მე ვიყავი მაგათ გვერდით და ნამდვილად პატივცემდი ყოველი ამას, მაგრამ მაინც როდესაც ბიძინა ივანიშვილს მოусმინე, ეს გაჭიურებული ხალხი დააყენა და დააპირდა ხალხს იმდენი სიცრუეები და იმდენ ტყუილში მოაქცია ქართველი ხალხი დღეს როგორ არ ცხვენია მაგათ გამოდიან ნაციონალების წინააღმდეგ. კითხვის სახე იქნებ მიცეთ ქალბატონო რაიმე სახე შეკითხვა თუ გაბრაზებულა რომ კარ და კარ არ ჩამოიარეს მაგათმა ამცეს საშუალება რომ ხვალ შეკითხვა თუ ქალბატონო იქნებ კითხოთ რაიმე ჩვენ სტუმრებს გამოmeçხადა. გვაჩალეთო რომ იძახიან 4 წელი მართალონ მაგათმა ავატყოფობა გადამიდვა. სიმშილობა გადამიდვა, ბანკის ვალები გადამიდვა, სირცხვილი იმ ადამიანს ვინც დღეს ოცნებაშია და ოცნების ვინ შეგიქმნა ეს პრობლემები, რომელი ხელისუფლების პერიოდში
შეგექმნათ ეს პრობლემები, განბატონო. მაყურებელს შეკითხვა არ ქონია, უბრალოდ თავისი მოსაზრება დააფიქსირა, მაგრამ აქ ადამიანმა თავისი პოზიციაც გამოხატა და იმედი გამოხატა, რომ ესე იგი დღეს 4 წელი უნდა იცავდეს მან, როდესაც წინა ხელისუფლების ყოფნის შემთხვევაში მას იმედი ჰქონდა, რომ ის მალე მოუვარდებოდა თავისი პრობლემები. ესაა ამ ადამიანის პოზიცია. ანუ ბოლო 6 თვეზე იქნება ვისაუბროთ. მართალია ხან ძალიან ბევრს ვერ ვისაუბრებ და ყველა თემას ვერ შევეხებით, თუმცა იქნება იმ მნიშვნელოვან მომენტებს გავიხსენოთ, ანუ როგორ შეაფასებთ ზოგადად აი ამ 6 თვეს, როგორც თქვენი პარტიისთვის, ასევე კოალიციისთვის და ზოგადად ხალხისთვის რაც თავარია. ჩვენი პარტიისთვის ახლა ეს არის ოპოზიციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიცია პერსპექტივებს გულისხმობ, ანუ ძლიერ ოპოზიციურ ფრთას რამდენად დაინახეთ ამ 6 თვეში, რომ შესაძლებელია რომ ჩამოყალიბდეს? არა, ძალიან ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამაში დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენ ნამდვილად რა. იქ არის სერიოზული გონივრული ნაწილი თავმოყრილი ჩვენი ინტელექტუალური პოლიტიკოსების, რომელიც სერიოზულ პონირებას გაუწევს მთავრობაზე. ნამდვილად საჭიროა ამაში დამეთანხმება. რაც შეეხება ამ პერიოდს რა გაკეთდა? ანუ კოალიცია აწევდა ძალიან ბევრ დაპირებას ხალხს ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა. ჩვენ მე საკრებულოს სამშაბათობით მიღება აქვს, ვესტრები მიღებებს ყოველთვის ადამიანები მოდიან უცებ ეგონათ რომ რაღაცა შეიცვლებოდა, თუმცა ესე არ ხდება ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ეს ყვადაღებული ტარიფების თემა, ეს ბენზინის გაიაფება, იქ ლარის ვიღაცის ჯიბეში გადასროლა, გადმოსროლა, ეს თემაა ხალხისთვის ნამდვილად რა. ამას რო ვერ ხედავენ გაღიზიან და ნამდვილად ჩვენი მოსახლეობა და ისეც ნოვიტყვით ჩემო კარგებო, იმ 9 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი ხელისუფლება საქმესაც აკეთებდა, ხო? საქმესაც კი არ აკეთებდა, საქმეს აკეთებდა. როგორც სახელმწიფო ნამდვილად იყო შეცდომები, ამას არავინ არ უარყოფს, ქონდა შეცდომები. მაგრამ ხო სახელმწიფო ფაქტიურად არაფერი არ ჩაიბარა 2003 წელს რევოლუციით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ და თქვენც იქით მე მგონი და ამ ქვეყანას ყველა ერთად ვემსახურებოდით და ეხლა ესე უცებ კი ბატონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დაპირებები არ ჩარჩერდება. იქამდე ვიდრე ბატონი დიმა უპასუხებს და ბატონი შოთა იმავე შეკითხვას ისევ მაყურებელს უნდა მოусმინოთ. მოგესალმებით. გესმით? პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩემი ხმა? დიახ, გესმის თქვენი ხმა. აი, ვაუჩერებთან დაკავშირებით ეხლა რადგან იყო ეს გაჟღერებული, გვაინტერესებს ძალიან. რეკლამებში ყოველთვის იყო რომ სოფლის მეურნეობა და ოზურგეთი არც ისეთი ქალაქია რომ სოფლის მეურნეობათ არ ჩაითვალოს და 1000 მეტრა ვისაც აქვს საყანე 2000 აღმოჩნდა რომ იმათ ეხლა არაფერი არ ეძლევათ თუ სადღაცაც ბაღები აქვს გაშენებული ზოგს მიტოვებულის რო კონდეს იმათ ეძლევათ აი ეს გაუგებრობა თუ შეიძლება რომ შეკითხვით ვისაც ხელეწიფება პასუხი გაქვს ეს რომ ქალაქში ვცხოვრობთ მაგრამ გვაქვს საყანეები გვაქვს რაღაცა სხვა ადგილები დასამუშავებელი რომლის დამუშავება 2-3 წელი კი არა 5-6 წელია ვეღარ მოუხერხებიათ უქონლობის ხელშეწყობის გარეშე და ეხლა თუ შეიძლება რომ ვიღაცამ დაალამაზოს აი ისე რომ მოგცეს იმის საშუალება ყველა მიიღოს ეს სიკეთე ყველამ დათესოს ისყანა ყველამ მოუაროს იმ ხეხილს რაღაცა ძალიან გაუგებარი ხერხებით ხდება ეს ყველაფერი და ვიღაცამ პასუხი ხო უნდა გასცეს ამ საცოდავ ხალხს ისე იმედის თვალით უყურებდა ამ ვაუჩერს და არიქა სოფლის მეურნეობის თუ კახეთი მარტოა საქართველოსი სოფელი და სოფლის მეურნეობა არ ვიცი და მე არ ვიცი ახლა ამ ოზურგეთის ქალაქში ვის რა ეძლევა პირადად მე ვიცი რომ ჩემ ქუჩაზე არავის არაფერი სიკეთე არც საყანეში და არც არაფერში არ მიუწია გენაცვალე და გთხოვთ პასუხი გამეცით. პასუხოთ შეკითხვა აი 6 თვესთან დაკავშირებით, ანუ როგორ უყურებთ რამდენ შესრულდა ეს დაპირებები, რაც ხელისუფლების მიერ იყო გაცემული და აქვე უპასუხოთ ამავე შეკითხვასაც რის გამოც წუხდა ჩვენი რესპონდენტი, ანუ ხომ არ ფიქრობთ რომ აი იმ პროექტებს რომელიც ხორციელდება, ხა თუნდაც სასოფლო სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით რაღაცა კუთხით ხარვეზები ახლავს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე რეპორტაჟებს ამასთან დაკავშირებით და ბევრი ადამიანი არის ისეთი უკმაყოფილო ამ თვალსაზრისით. ანუ აღმოჩნდა რომ ყველანაირი ფართობის მქონე ადამიანს არ შეხვდა ეს ვაუჩერი კი არ და ბარათი. რაც შეეხება დანაპირებებს, ბატონი ბიზინა ივანიშვილი და მისი კოალიცია ქართული ოცნება ყველა დანაპირებს იმ ვადებში ახორციელებს რაღაცებს იქნა დაპირებული ეს ძალიან ბევრი ამ გაკეთებული იქნა ამ 6 თვის განმავლობაში ბატონო თამთან. მაგრამ მაგ ძალიან კარგად მინდა ჩვენ ახლა ანალოგია გავაკეთოთ და უფრო გასაგებად რომ იყოს ჩვენი მაყურებლისთვის ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების მაგალითებიც მოვიყვანთ ამასთან დაკავშირებით რომ ან ჩვენს რაიონის ფონზე რიგი საკითხები განვიხილოთ რაიონის მაგალითის ფონზე თუ ოდნავ ამის დროს მომცემთ. იმიტომ რომ აქაც ჩანს
თქვენ მოგესალმოთ, რომ ფაქტურად ცვლილება მოხდა ცენტრალური ხელისუფლების, შეიცვალა საპარლამენტო არჩევნები და მოგებული და ადგილებზე ისევ ძველი მთავრობა არის დარჩენილი საკრებულოების სახით. აი თუ საპარლამენტო არჩევნები გქონდა, ხო? ეხლა ამიტომ ვიძახი და აი ნახეთ რა როგორ მიდის პროცესები ცენტრალურ ხელისუფლებაში და როგორ მიდის პროცესები ადგილობრივ ხელისუფლებაში. აი ეს არის სარკე და განმასხვავებელი თუ როგორი ნებით არის მოსული ახალი მთავრობა და როგორი ნებით მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლება. თუ ამ საუბარს უბრალოდ აუცილებლად მოусმინეთ მაყურებელს ისევ და იგივე თემაზე ვისაუბრებთ. გისმენთ? ალო, გისმენთ, ეთერში ვარ, ხო? ეთერში ბრძანდებით, დიახ. აი, ნაციონალებს წარმომადგენლებს მინდა მივმართო, რომ რა ნამუსი ზიან ეთერში და კიდე მორალზე იწყებენ აქ საუბარს. უბრალოდ აქვს ერთი გამოსავალი დარჩენილი ახლა. რომ ხალხსაცო ცოტა გულზე მოეშვას და თვითონაც თავის შეცდომებზე აგონ პასუხი. სადმე დიდ გორაზე უნდა ავიდნენ და სულ ყველა ერთად, ვინც არის ამათი მოუხრე, ყველა უნდა გადმოხდეს და დაიმტვრიოს თავპირი. და ესე მოხდება ამ შეცდომების გამოსწორება. გასაგებია, დიდი მადლობა. სანამ მინდა დავიწყებდე იმ სიკეთეებს, რა სიკეთეებიც კოალიცია ხელმოსნამ გააკეთა, ვიტყოდი ერთ მაგალითს. როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იხილებოდა კაბატონურ თამთა, მე საკრებულოს რომელიც მაშინ სულ უმრავლესობას ესეც ამათი დემოკრატიის ნიშანი არის, რომ 35 ადამიანი საკრებულოში არჩეული არის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მაგაც ჩანს, როგორი დემოკრატია, ну ქრისტიან-დემოკრატიც საკითხავია, ვისი როგორი არის, მის არ გინდა მე ჩართვები, იცი შენ ძალიან კარგად ყველაფერი და არ გვინდა ჩვენ მაგაზე ლაპარაკი, მე კიდევ თუ ვიძახი ციფრს, 35 ადამიანი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოხდილი. ეს არის ბარომეტრის საზომი თქვენი დემოკრატიულობაზე თუ გინდ. ახლა შეეხება საკითხს. როცა იხილებოდა 2013 წლის ბიუჯეტი, მე საკრებულოს დავანახე ანალოგია, როგორი ბიუჯეტი მიიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელიც გაცვლილი იყო სოციალურ პაკეტზე და როგორი ბიუჯეტი მიიღო ადგილობრივმა ხელისუფლებამ. აი ეს არის საზომი. ეს ვინმე ჩვენ მოსახლეობა დაინახოს, როგორი მიდგომა აქვს საზოგადოების მიერ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც კლიენტ შეცვლილია და როგორი მიდგომა აქვს იმ ხელისუფლებას, რომელიც ისევ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ. იქ კლიენტ ორიენტაცია გაკეთებული იყო ისევ იმ ძველ პარამეტრებზე, საერთოდ ხალხის ბედი იგნორირებული იყო. კავდონინა ძალიან დამეთახმება, რომ პრობლემა აქვს მართლა ძალიან ბევრი გაჭირებული ზურგეთში და პირიქით პაკეტი შეამცირეს სოციალური პაკეტით და გაზარდეს სხვა მომხლები. აქ ადამიანებს საკუთარ კეთილდღეობაზე აქვს ეს ბიუჯეტი მორგებული, 70% ამ 10 მილიონიან ბიუჯეტში ხელფასებზე არის, იმ ხალხის ხელფასებზე არის, რომელიც ნაციონალურ ნიშით იქნა. მინდა დავამთავრო მინდა ძალიან თქო. მაყურებელი გველოდება და ამბობას ხდა. მაყურებელს ვიცით. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ვარ. დიახ. შეგიძლიათ ისაუბროთ და დასაჩერეთ. რა სინდისით ვიხარ და რა სინდისით გამოდიხარ. ნუ თუ ციხის კადრზე თვალი მაინც არ მოგიკრავთ და მეტი არაფერი არ გაწუხებთ გურულებს. რო იცავთ პირს გამოდებით და ბატონ დიმასთან მაქვს ასეთი შეკითხვა. ბატონო დიმა, ძალიან გვეიმედებით, თქვენი იმედი გვაქვს და გაგვეცით ეს პასუხი, რომ გვეშველება თუ არა ოზურგეთის მაცხოვრებელ ხალხს, გურიას, გვეშველება თუ არ გვეშველება, თუ განთავისუფლებით აგენის კლანჭები. ბოლო ამოსუნ თქვა დასწრა და როდის დამთავრდება მაგენის ეს სისულელეების მოსმენა. ბატონო დიმასთან მაქვს ეს შეკითხვა და ძალიან ხო ველოდები პასუხს. და რაც შეეხება გვეშველებას, ჩვენ აუცილებლად გვეშველება, გურიაში ყოველთვის იყო საღიაზრის ზეიმი, ყოველთვის იყო ინტერესის გამარჯვება და მინდა იმ თემას დავუბრუნდე, რომელიც თქვი, რომ ასე რომ აი ეს პარალელი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს დაგვანახებს ჩვენ თუ რა განსხვავება არის ახალ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებასა. ძალიან კარგი რომ ეს პარალელი შემორჩენილია დღემდე. ახლა რაც შეეხება აქ პადაგებული თემას, რომ პოლიტიკური ნიშნით იდეონებიან სამსახურში. 6 თვეა ვიძახი კაბატონო თამთა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ სადაცვო კომისია და ერთხელ და სამუდამოდ ადამიანების სამსახურში დაინიშნონ თავიანთი პროფესიის, თავიანთი გამოცდილების, თავის პატივისცემის ნიშნით. დღეს 9 წელი კაბატონო თამთა მისმენთ ერთუთი 9 წელი არის ძალიან დიდი დრო. ეს არის ერთი თაობა. ნიჭიერი ხალხი გადინებული არის ოზურგეთიდან, გურიიდან და არავის არ უაძლევს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას დაბრუნდნენ და საჯარო სამსახურში ყველა თანამდებობაზე, ყველა ვაგონზე თანამდებობაზე მიიღო მონაწილეობა. 6 თვეა ვიძახიათ რამეს, რომ ეს ერთი ბრძანება, მეტ არაფერი არ ჭირდება, შექმნილია კომისია, შექმნილია ყველაფერი იმისთვის, რომ ეს გამოცხადდეს. ერთი ბრძანებას სახელი არ მოაწერა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომ თქვას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოცხადდეს ყველა თანამდებობაზე კონკურსი და კიდევ ერთხელ დამთავრდეს პარალელურად, რომ ვიღაცას პოლიტიკურად დევნია, ვიღაცებს მის ახლობელია, ვიღაცებს, მაგრამ ეს რომ მოხდეს,
ეს არ აწყობთ ამათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თავიანთ ხარდამჭერებს ამ სამდეობებზე. კიდევ ერთხელ ჩანს, ქალბატონო ირინა, თქვენ დამერწმუნეთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ჯიბუტი არის. თქვენ ზანდეთ საკრებულოს წევრი, თქვენ ბატონო მიხეილ, კიდევ და გეუბნებით რა, რომ დამიჭირეთ მაშინ მხარე, ან საკრებულოს აბსოლუტურად გეთანხმებით. ნამდვილად პროფესიული. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ნამდვილად გქონდა ამაზე საუბარი, შექმნილი იყო თავის დროზე კომისია შეიცვალოს. ქალბატონო იქნებ იმაზე დამიჭიროთ მხარე რომ თქვენი თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე და თქვენი ერთდროს ლიდერი შეიძლება ახლა აღარ არის ლიდერი, მაგის საკითხავია თქვენთან არის ეს ადამიანი თუ არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე წარმოადგენს პირველ პირს რაიონში. თქვენი საკრებულოს თავმჯდომარე გამოვბრძანდა და უცხოთ იძახოდა რომ ყველგელზესაც მოადგება პირზე იმას ლაბარაკობს. 6 თვის უკვე მე თქვი პირველად თქვენს სლომაზე რომ IPF-ში მილიონობით ლარი იხარჯებოდა არა მიზნობრივად. თქვენს მიერ კონკურსში გამარჯვებული, თქვენს მიერ დაფინანსებულმა კერძო აუდიტებმა დამოუკიდებელ ექსპერტებმა დადოს ანალიზი და იგივე სიტუაციას გაიმეორეს რომ ზუსტად ოზურგეთში თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად. ძალიან მაინტერესებს ჩემო დეპუტატებო, ჩემო კოლეგებო ნაციონალურ მოძრაობიდან. კიდევ ერთხელ მაინტერესებთ აყენებთ თუ არა პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს და ხარ თუ არა მზად მართლა ხალხს სიმართლე უთხრათ. არა იმიტომ რომ 13-ში ვინ მივაქციაზე და ვინ არ მივაქციაზე. ნუ თავი დავანებოთ მაგას სიმართლე უთხრათ ამ ხალხს. ხალხს სიმართლე აინტერესებს. ერთხელ სამუდამოდ ოზურგეთში უნდა მივიღოთ თუ არა უნდა ჯანსაღი ძალა რომელიც ხალხის ბედზე იქნება ორიენტირებული და სამსახურში ადამიანები პოლიტიკური კი არ დაინიშნებიან, ან კი არ მოიხსნებიან, არამედ პროფესიონალიზმით. ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, ჩემო ოზურგეთლებო, ის რომ ეს რაიონი ჩვენი არის და ხალხი უნდა იყოს ჩართული პროცესში, ეს თანხები არის ხალხის და ეკუთვნის ხალხს. ხარ რა გააკეთა ქართულმა ის გააკეთა რომ დღეს ჩვენ აქ ვზივართ ამ თემაზე ვლაპარაკობთ. 2 საწელში, როცა მე ოპოზიციაში ვიყავი, ამის საშუალება არ იყო. რაღაცა ვერ ვიხსენებ. აბადონ თამთა რომ ვინმეს მოვეწიო ტელევიზიაში, ვინმეს თემთვის საშუალება, ვინმეს საშუალება ოპოზიციის ნამდვილად არ უკავშირდება. ვინმეს საშუალება მოეცა, ქართულოს რომ გააკეთა ის რომ ყველას აქვს უფლება რომ თქვას ის რაც მისი კოსის უფლება დაისვას, ის რომ არაფერი არ გაკეთებულა 9 წელი ძალიან მაინტერესებს ახლა რომ გეუბნება ბატონო მიხეილ რომ ჩვენ მქონდა ვაუჩერი 9 წელი ვინ გიშლიდათ ხელს ის გაიგეთებიათ ვინ გიშლიდათ ხელს რომ ყველაზე დიდი სიმძიმე რაც ხალხს აეწვა ეს სკოლის ციგნები ვინ შეგიშალათ ხელი რომ 200 ლარიანი შეღავდი ოჯახებზე გაგვითა ვინ შეგიშალათ ხელი რომ ახლა ვიზახეთ რომ ხარვეზებია ამ 660 მეგობრებო ცოტა ძალიან გთხოვთ რომ სახელმწიფო ბიუდეთ ყველაფერს და 660 მილიონი ლარი დგდება ამ სოფლის პროგრამის გათვალისწინებით ვაუჩერთა თუ რამე ხარვეზებია კაბადონი ირინა ალო ხურამე ხარვეზები ეს უთაშორის ეს ხარვეზები დარწმუნებული ვარ არის იმ ხალხის ბრალი რომელიც ადგილებზე არის ჯერ კიდევ დაბანაკებული და საბოტაჟს და ღალატს არასწორობადიებს შეიძლება მაყურებელი ის პიროვნებები ისეთ არ მოწვია ვაუჩერები არის ნაწილი დაურიგდა ვაუჩერი ნაწილი მაყურებელი საუბრობს და პასუხი დაუცილებლად დამთავრდება მათესვა თუ შეიძლება დასვით ხელმეორედ შეკითხვა გაითიშა სამწუხაროდ გველოდებოდა დიდხანს შეგიძლია ბიუჯეტის თემას რა ბიუჯეტი შემოიტანა საკრებულოში ქართული ოცნების ლიდერმა ხო რომელიც დღეს გამგეობის მოვალეობის შემსრულებელია ამისთვის არაფერს აღარ ვიტყვი ბიუჯეტთან დაკავშირებით ბიუჯეტის როგორ შემოიტანა დაინებულებში და 10 როგორ შემოიტანა თქვია შეუძლია რომ მას შეტანა დღესაც შეუძლია ცვლილებები გაატაროს ბიუჯეტში რა პრობლემაა რა პრობლემა შემოიტანოს ბატონო მიხეილ არ გვინდა საკრებულო შეეძლო საკრებულო ფაქტი საკრებულო შეეძლო ბიუჯეტი არ გეკანერებები დიმა გეკანერებები შეიძლება რაც არის დამთავრებია და ბესო არა ძალიან დიდი ხანი არა შოდა ძალიან დიდი ბოთი შენ დაახლოებით წინა მოსაზრებაში არ გამიწება ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენ როცა თქვენ ბრძანეთ რომ მორალური უფლება არ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის ზუსტად არ აქვს რომ არ უნდა იყვნენ თანამდებობებზეო ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები მოიგო ქართული ოცნებას წარმომადგენლებმა ესე მე ასეთ კითხვას ვსვამ ქართული ოცნება მოიგო აი ზუსტად იმ შეცდომების
ჩვენი შეცდომების და თქვენი დაპირებების ხარჯზე, რომელიც მოსახლეობა ელოდება და სწორად ელოდება. მოსახლეობამ ჩათვალა, რომ ეს ამშენებლობა, რაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის თუ სხვა კუთხით, ეს მაინც გაგრძელდება. თქვენ გააკეთებთ კომენტირებას, რა ჩათვალა მოსახლეობამ ძალიან ხოთ რა. მე მოგიყვებით რა ჩათვალა მოსახლეობამ თუ გნებავთ. ცოტა მე გისმენდის და თუ შეიძლება პატარა ერთმანეთს პატივით მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად ერთმანეთს. მე მინდა გავაკეთო. ჩათვალა მოსახლეობამ, რომ კრიმინალი იქნება ისევე ისე არ მოხდება კრიმინალური დაძაბვა და ასე შემდეგ. ამის გამო მოსახლეობამ მოიყვანა საპარლამენტო დონეზე ქართული ოცნება. მაგალითად, იმ შეცდომებით, რომელსაც უკვე უშვებს ქართული ოცნება და დაუშვებს შემოდგომამდე კიდევ. მე არ გამიხარდება რა თქმა უნდა შეცდომის დაშვება არც ერთი მხრიდან, იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და მიხარად ჩემი ქვეყანა გამვითარდეს. არ აქვს მნიშვნელობა. ცოტა რა იყო ბოლოს და ბოლოს პასუხი ვერ გააცემ, იმიტომ რომ მე გეტყვი ახლა რაზე უნდა გამწე პასუხი. ამის შემდეგ თუ კიდევ მოხდება რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო თქვა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, ან ქრისტიან დევა, ან ნებისმიერ სხვა პარტიის წარმომადგენელმა. თქვენ რა, ბიძინა ივანიშვილი, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი დატოვებთ თავრობას და წახვალთ ხელისუფლებიდან? გაგცენ პასუხს. კონკრეტული პასუხი მინდა მოგგა. შედეგები ბოლო 6 წლის შედეგები და მართლაც აი რაღაცა დიფერენცირება რომ მოვახდინოთ საპარლამენტო არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნებს. ანუ რამდენად დიახ, ახლა ეს კოჰაბიტაცია უსერგებლო სიტყვა უბრალოდ თუ რეალურად უნდა განვიხილოთ. როგორ გეკადრებათ? ოზურგეთი არის წყინვალი მაგალითი იმისა, რომ ეს კოჰაბიტაცია წყინვალით მუშაობს. თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ-ერთ ჩინოვნიკს, სახელმწიფო მოხელეს, რომლებიც რა თქმა უნდა გაიგივებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც შეიძლება ითქვას ოფიციალურად გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით. მე ასეთებს ვერ ვხედავ. საზოგადოება პირიქით გაღიზიანებულია, რომ ეს პროცესი მდარედ მიმდინარეობს. თუმცა ჩვენ პოლიტიკური ლიდერები ქართული ოცნებისა ვამბობთ, რომ ეს გახლდათ ეხლა საპარლამენტო არჩევნები და თვითმმართველობასთან დაკავშირებით კოალიცია ქართული ოცნება აყენებს ძალიან სერიოზულად საკითხს ამ სფეროს რეფორმირების შესახებ, რომ ეს თვითმმართველობა გახსოვთ თქვენ და ჩემს ოპონენტებსაცაც და ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენ ეროვნულმა ფორუმმა იმ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღეთ, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ თვითმმართველობის საწყისები იმთავითვე იყო იგნორირებული იმ არჩევნების დროს და იმ საარჩევნო კანონმდებლობით. ამიტომ ვცდილობ ჩვენ, რომ საყოველთაო საჯარო განხილვებისთვის გამოვიტანოთ ის პროექტები, რომელიც გვაქვს თვითმმართველობებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს თვითმმართველობა ეს საკრებულო რა თქმა უნდა დაასრულებს თავის ვადას, თავის სამოქმედო ვადას და შემდეგ ადგილობრივი არჩევნები გადაწყვეტს, როგორ უნდა ძალთა ბალანსი, როგორ უნდა გადანაწილდეს რეგიონებში და ადგილებზე. აი ესაა ჩემი პასუხი, ჩვენ არავის გარდა ჩვენი მორალური მოწოდებისა, რაიმე ზეწოლა შემოძვირფასებო, ან რაიმე მსგავსი საუბარი და რა ეს იყო სწორი და მე ახლაც ამ მიდგომაზე ვარ. დარგება თავრობა იმ შემთხვევაში თუ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მოვა სხვა პარტიის წარმომადგენელი. თავრობაში ან თავრობის გადადგომა ეს არის აი თქვენთვისა აი ხედავთ რასაც თქვენ ამბობთ ცოტი ხოდა სწორედ ეს არის იგივეა ზუსტად თუ პრეზიდენტის სხვა პარტიის წარმომადგენელი არა არ სვამ საკითხს ეკნება ჩვენ მიხეილ არ სვამ საკითხს და კონცეფტ საშუალებას გეტყვით ჩვენ როდესაც ამ თემას და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით, იქ ვამბობდით, რომ საკითხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონ დარღვევებში, არჩევნების გაყალბებებში და სხვა მსგავს დანაშაულებებში იქნებოდა მხილებული. და გარდა ამისა, ამას დაემატა კოალიციის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მართლაც ამ დიდი მამულიშვილის პოზიცია, რომ ჩვენ გამოვაცხადოთ ერთგვარი ამნისტია, რათა ამჯერად სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს ადამიანების მასობრივი დაპატიმრებები და ამ კუთხით დავანებოთ თავი ამ თემატიკას და მხოლოდ იმ ადამიანებზე ვისაუბროთ და იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ავალებდნენ ან თქვათ რაღაცა იძულების წესით აიძულებდნენ ადამიანებს სხვადასხვა კანონდარღვევა შეედინათ. ამიტომ დამდაშავა იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და დაიშალოს. ამაზე არ არსებობს უბნია. დიახ, ასე იქნება და დაძმობილება. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ თუ შეიძლება დასვით მეორე შეკითხვა.
შევთქვით, მაინც არ გამოიწვია პასუხი იმ კითხვაზე, რაც მე მე გაგეცით თუ უსმეთ. მე გაგცეთ პასუხს. მე გაგეცით თქვენ პასუხი. შეიძლება მაღალინოსანი არა თავში არ აქვს ურტყამდეს ვიღაცა. მომისმინეთ მე გაგცეთ მაგ შეკითხვაზე პასუხს. თქვენ რატო გებადებათ ეს შეკითხვა? იცით იმიტომ რომ თქვენ შექმენით ერთპარტიული ვერტიკალური სისტემა ქვეყნის განვითარებისათვის. ამიტომ ისმენთ ეს შეკითხვა, თორე პრეზიდენტი თუ იქნება ლეიბორისტი რა კავშირი აქვს იმას პარლამენტთან, რომლის რა ქვია პარლამენტს რა კავშირი აქვს საკრებულოში ხელი გაშალოთ მუშაობას თქვენ მიშეგიშალოთ ხელი მუშაობას პარლამენტს რა კავშირი აქვს მithრეთ თვითმმართველობას როცა შოთა ხო მეუბნებით საკრებულოს წინაშე თუ გძნობთ მორალ პასუხს გადადგეთ უნდა ომოს საკრებულოს არ შეხები ეს საკრებულოს ოზურგეთში შეიძლება არა მაგრამ სხვაგან იგივე ძალიან კიდევ ერთხელ მორალურზე საუბარი. ჩემდა და მორალურზე საუბრობ ზუსტად. თუ იქნება სხვა პრეზიდენტი მას გადადგები? მომეცით ეწუთ. სხვა პრეზიდენტის ინსტიტუტი ჯერ ერთის აბსოლუტურად იცვლება შეხედეთ კონსტიტუციურ ცნობას. ბატონ მიხეილს მე მინდა ბატონ მიხეილს გავსე პასუხი ზუსტად მის დასამკითხვაზე რა. კიდევ ერთხელ ბატონო მიხეილ, კიდევ ერთხელ სულად აპელირებთ, ახაც თქვენსაც ამბობთ რა. კაბადონი აბა დამერწმუნდით მაშინ არ იყავით საკრებულოში შემოგზანებული მეორედ და ბატონინას შევახსენებთ. მე ვთქვი ასეთ რამს საკრებულოს თომაზე. ბატონებო მეთქი, მოდი 1 ოქტომბერს დავიმართოთ პოლიტიკური ამნეზია მეთქი. მე არასდროს არ მithქვია მამეშვილი, იმიტომ უნდა გადადგეს რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ან დანაშაული ქონდა როგორც ნაციონალურ მოძრაობას. მე ვთქვი მამეიშვილმა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულო მთელი ამ მიწვის განმავლობაში. მოი ვთქვი ანალიზი გავაკეთოთ, დავანებოთ რა იყო 1 ოქტომბრამდე. დავანებოთ ის რომ პოლიტიკურად ერებოდა და იქ შტაბად ქონდა გადაქცეული საკრებულო და ეს დარღვევას უთაშორის. სულაშორის ბაშაკმაძე რომ გაანთავისუფლეთ ასე ხელაღებით და გაუშვით სახში, ეს მამეიშვილის დავალებით ხდება და მამეიშვილი ეჯდა იქ გვერდზე. უბრალოდ ბევრი კითხვები ქონდა მაშინ პროკურორს გამგებელთან. ასე რომ მამეიშვილი გუნდურპიცით უთამაშობდეს ეს სულგო სახში. ხო, რა შეეხება იმას რომ მე არასდროს არ მithქვია მამეიშვილი, იმიტომ უნდა გადადგეს რომ არ თხოვთ გადადგომას, იმიტომ ან ნაციონალური მოძრაობის კუთხე. არა, მე მითქვი ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს რაღაცა. მე მამეიშვილი იმიტომ კი არ მეუბნები უნდა წახვი ჩვენ რადგან ჩვენ რადგან ითხოვს შემოძირფასება. ჩვენ რადგან ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. საერთოდ ხალხი ითხოვს ამას. სხვა არის პარლამენტის არჩევანი სხვა ადგილობრივი მამეიშვილი არის უკმედო საკრებულოს თავმჯდომარე. იმას საკრებულო ახლა უქმედო უნარო. ეს საზოგადოება რომელიც ის ვაკეთებდი ჩვენ ამ განსხვავებებს. უკაცრავ. რა არის იცი? ჩვენ იმიტომ კი არ ვეძახით რომ იმიტომ უნდა წავიდეს ადგილობრივი ხელმძღვანელი რომ ჩვენ რადგან ცენტრალური ხელისუფლება მოვიგეთ არა, მამეიშვილმა საკრებულო გახადა ქმედი თუ უნარო, საკრებულო არ გახადა ხალხზე ორიენტირებული, საკრებულო არაბარის ანგარიშ საზოგადოებას და საზოგადოების თანხები იხარჯება უმიზნოდ. ამიტომ უნდა წავიდეთ. ძალიან ეკითხა ბატონო მიხეილ, ძალიან მაინტერესებს თქვენ რა, ძალიან მაინტერესებს თქვენ რაც ამ არგუმენტების მერე უნდა დარჩეს თუ არ უნდა დარჩეს ამაში თანამდებობაზე რა. ბატონო დიმიტრი, ამაზე ჩვენ ბატონი მიხეილ უპასუხებს უბრალოდ მაყურებელს მოსმინდა ჯერ და შემდეგ ექნება რეპლიკა ბატონ მიშას. გისმენთ გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო შოთა ბატონო თავის ყველას მოწვეულ სტუმრებს. მე კონჭკაციდან გირეკავს, ნარი ვარ მუჭირი. მე მინდა ზოგადად ეხლა როგორც ყველა მოქალაქე საქართველოს მე სახშფოთებული ვარ იმით რომ ნაციონალური მოძრაობა კიდე გამოდის სიტყვის და აი კიდე მორალზე გველაპარაკება. უკაცრავად, მაგრამ 30 სექტემბერს 1 ოქტომბრის ღამეს ნაციონალური მოძრაობა არ იყო რომ საყვირები და მანქანები დადიოდნენ და ბოლო დღე დაგჭათო რო გვეუბნებოდი? გაიხარეთ ბოლო დღე დაგჭა სიცოცხლისაო? და საერთოდ დღევანდელ დღეს არაფერი რო არ გაკეთდეს, ფიზიკურად რო გადარჩა ქართველი ერი, მარტო ეს უნდა იყოს ყველაფრის ისა რა ქვია ფასი. და ბატონი ბიძინა ყველაფერს ვერ გააკეთებს. იმიტომ რასაც და რაც თქვენ ბარათებთან დაკავშირებით გაქვთ საუბარი. ესეც წინა ხელისუფლების მიწოდებული ინფორმაციაა და საპოდაჟის უნიუზის რო სპეციალურად იგრიანებს ყველაფერი ხალხი გაგიჟებს. დიახ და დააფასეთ ის რომ დღეს მანდ ზიხართ და ლაპარაკობთ. ჩვენ ყველას ციხეში ამოგვალპობდით.
ციხეში. მადლობთ ბატონო მიშა თქვენ გსურთ. ბატონო მიშა დაეთქვით თუ გამეცით რა. იმის დავანებოთ მოი თავი რა პოლიტიკურ შეხედულებას. როგორც საკრებულოს წევრმა. ასე გამეცით. ამის მერე ეს ადამიანი უნდა წავიდეს თუ არ წავიდეს. დავანებოთ პოლიტიკურ შეწყობას თავი ძალიან მთხოვნ რა. კი ბატონო დიმა, უბრალოდ მე რა თქმა უნდა ქალბატონის კითხვას გავცემ პასუხს, უბრალოდ მე მინდა ჩემი დასმული შეკითხვას მოყვა ეს რომ შოთიკომ ბრძანა რომ უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვს წაგების შემდეგ რომ დარჩეთო თვითმმართველობებშიო მე ესაც არის მე სამბაბი და მიზეზი ქონდა განცხადებას და იმით გითხარით და ახლაც იგივე აზზე ვარ სიმართლე თუ ქართველმა ერმა გადაწყვეტიკო რა დასმენინება იმიტომ რომ არ გითხარით საკრებულო საერთოდ გონია საუბარი არა აღმასრულებელი მქონდა საუბარი იმ აღმასრულებელი გონზე იმ შტაბზე იმ კონკრეტულ საარჩევნო სტრუქტურებზე წავიდა კიდევაც განგებელი და მოიყვანეთ თქვენი ახალი მუნებულებზე რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას მოსახლეობის დაშინებაში ხო და აგოთ უნდა პასუხი გუნდურა იგივე ვიცახი დღეს შოთა არავინ არა უკვე დარჩენილი რა მაგეთ საკუთარ თავზე პასუხს კი ბატონო შიშის სინდრომი და უბედურება დააკვირდეთ ქვეყანაში სინდრომი დღეს რა ნაკლებია რა შიშის სინდრომი აბსოლუტურად პირიქით პოლიტიკური ნება იყო ქართულ ოცნებას რომ გაიხსნეს სივრცე მთლიანად არ არის შიშის სინდრომი რა მაყურებლებისთვის ვიბარდოთ ვცდილობთ თუ რა მოვუსმენთ მათ შეკითხვებს ძალიან პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ ალო გამარჯობათ მოგესალმებით ხო ანუ ქართულ ოცნებას წინ ესეთი კითხვა დაუსვა ანუ ვეტერანებს რა დახმარება რო დაპირდეს მე დახმარება იქნება აი რა დახმარებას პირდებით თვითონ ვეტერანებს აი ბატონ დიმიტრის მინდა ესეთ პასუხი გავცე რა თუ შემოგამ ესეთ პასუხი ველოდები რა შევაგან ანუ ვეტერანებს გულისხმობ თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ ვეტერანებს გულისხმობ უბრალოდ აი რა დახმარებას პირდება თვითონ ქართული ოცნება ვეტერანებს აჰა გასაგებია მადლობთ ვეტერანებს რა დახმარებას ვეტერანებზე საუბარი ზოგადად იგულისხმობ ვეტერანებიდან არის თუ არა ამ ხრივ რაიმე აუცილებლად პირველი რაც მინდა ვთქვა რომ ის ყველა ის ადამიანი რომელმაც ღირსეულად ნებისმიერი ომი რაც ომში მონაწილეობდნენ იყო ყველა ვეტერანი ადამიანი იქნა დაფასებული ღირსება დაბრუნებული და ყველა ადამიანი მიიღებს რეალ ეს მუშაობის პროცესში არის და ყველა ეს ადამიანები მართლა ძალიან ღირსეული მამული შვილები და მე მინდა მათ უთხრათ რომ აუცილებლად ქართული ოცნება ამ ადამიანების ხვალს დააფასებს და ექნებათ როგორც ფინანსური უზრუნველყოფითი დაფასება ამის რაიმე კონკრეტული არსებობს რაიმე მანამდე არსებობდა კიდევაც პენსიონერია ყველას ეძლევა ეს გაიზრდება ადგილობრივ თვითმმართველობაში ადგილობრივ სოცპაკეთშიც გვაქვს ჩვენ ვეტერანებისათვის თანხები პროგრამულად გვაქვს გათვალისწინებული ღირსება დაუბრუნდა ამ ფაქტს თავიდან ბოლომდე. რაზეა საუბარი? მე ძალიან გაგაცნობა რომ ამ ადამიანებს ძალიან მტკივნეულად ახსოვთ მემორიალთან გამართულება მათ შორის საინვალიდო ეტრებში მждომი ომის ვეტერანებისა. შემდეგი შეკითხვა გვაქვს ეთერში გისმენთ. დიახ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დიახ, მოგესალმებით. მე ვარ იგითი მოქალაქე, ვარ ოზურგეთელი და აღშფოთებული ვარ შექმნილი მდგომარეობით, რაც ხდება ოზურგეთში. მე მიმართავ კოალიციის ერთ-ერთ რეალურ წარმომადგენელს, გესმით ჩემი ხმა? დიახ. დიმიტრი კვერღელიძეს, რომელსაც არ ეძლევა საშუალება შექმნილი მდგომარეობის გამო, რაც ხდება ოზურგეთში და ვფიქრობ მე, რომ ეს დაანონსებული აქცია, რომელიც უნდა გაიმართოს ხვალ, სრულებით არ არის ის თემა, რომლის შესახებ ახლა დებატები გაიმართა, მე ვუსმენ პირდაპირ ეთერს, ნებისმიერ თქვენთაგან პატივს ვცემ, ეს არ არის გულისკევილი ჩვენი პრობლემა, რომ ხვალ რამდენი ადამიანი შეიკრიბება და წავა აქციაზე, რადგან მე ვფიქრობ, წინვალი მაგალითია დღეს შექმნილი ოზურგეთში შექმნილი მდგომარეობა, მასშტაბ წინვალი უარყოფია, იმიტომ რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა როგორ ართმობს თავის პოზიციას, როგორ არ ეძლევა საშუალება კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომ ბოლო-ბოლო ის რაც 9 წელია ჩვენს რაიონში არის მდგომარეობა შექმნილი, რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ და მიეცეს ნებისმიერ ქართველს ამ რაიონში. კითხვის ფორმა იქნება მივცეთ ქალბატონო, ბატონ დიმასთან ნებისმიერ სტუმართან რა სახის კითხვა გაქვთ? უბრალოდ მცირე კომენტარისტი გასაგებია დიდი მადლობა. დიახ, მე კიდევ ერთხელ ლეგიტიმური შეკითხვაა. კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონს მართლა მამლილას პატივი ვცე ამ კითხისთვის და მოუწოდო და მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ისეთ თემებზე გვიწევს შეერვა, რომელიც ხალხს ნაკლებად აინტერესებს, ხალხიც აინტერესებს, რა გველის ხვალ და ხვალ რა უნდა შევცვალოთ რა.
ეს მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, რომელიც უნდა იყოს ადამიანების ბედით დაინტერესებული მოსახლეობა, ეს საკრებულოს ფუნქცია არის უბრალოდ რა. და ეს საკრებულო კიდევ ერთხელ ვიძახი. ჩვენ აქ ვიძახით, რომ დაგითხრათ აღმასრულებელი ხელისუფლება, მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ბატონო ინას, ბატონო მიხეილს გამომარტოთ. აღმასრულებელი ხელისუფლება არის ჩვენი რგოლი, საკრებულოს დაქვემდებარებაში არის, მოქმედი კამარა საკრებულო არის პირველი პასუხისმგებელი ყველა იმ პროცესზე, რაც დღეს რაიონში ხდება და უნდა მოხდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, კოლეგებო, თუ გვიყვარს ჩვენი ოზურგეთი, თუ გვიყვარს ჩვენი რაიონი, ყველა მე ერთად კიდევ ერთხელ თქვენ მოგიწოდეთ პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს ერთი წელი მაინც დავანახოთ მაინც ხალხს, რომ თქვენ ხალხზე ზრუნავთ, ხალხის ბედი გაინტერესებთ, მე სხვა არ წახეთ რომ თქვენ დათხოვილი უნდა იქნათ. თქვენ ხართ ლეგიტიმურად არჩეულები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, რომელმაც აქვს დარღვევები და ვერ წაუძღვან საკრებულოს სწორად, მოგცეს საშუალება თქვენი ძალით, ან თქვენ გამოიყენოთ თქვენი უფლებები და თქვათ სიმართლე, რომ ამის გამო თქვენ უნდა წამზადდეთ სახლში, ან ნებით, ან თქვენ გამოიყენეთ თქვენ ლეგიტიმურ უფლებებს და გადააყენეთ ეს ადამიანები. თუ მართლაც გინდათ, რომ თქვათ ის, რომ შესწრომები, ვიზახეთ, რომ შესწრომები იყო, რაღაცებს აღიარებთ, მაგრამ აღიარებთ ნაწილობრივ. ან ხალხ ხალხთან და მართლაც შეშებით ხალხის გვერდზე, ან ისე ვიღაცას მიტოვით სამარეში რა. მოდი, იმაზე ფიქრეთ, რომ ვიღაცები კარუსებით მოამაგოთ და მარშრუტებით მოამარაგოთ და გაგეთ ორგანიზება, იმაზე ფიქრს ჯობია, იმაზე იფიქროთ, აი ამ ხალხს, აი ეს ყოფა რაით გაუადვილეთ. იმაზე იფიქროთ, რომ სოციალური პაკეტი გავზადოთ, იმაზე ვიფიქროთ, რომ ყველამ ეს რაც ხდება დღეს ოზურგეთში აღარ მოხდეს და კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. თუ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, ეს ხელისუფლება მუნიციპალურ ხელისუფლებას გულისხმობს, უნდა მისცეთ ხალხს. მართვაში ძალიან ვთხოვთ. თავარი პრინციპი, რასაც ქართული ეთვალისწინებს, ეს ეკუთვნის ხალხს, დოვლათი და ხალხი ჩავაყენოთ საქმის ყურში. და ხალხს როგორც უნდა ეს მოვიცეთ. გინდათ ასე, გინდათ. თუ არ გინდათ ასე, ეს არაგროს ადაცილება ნამდვილად. გადაცემის რა პრინციპში უკვე ამოიწურა, ამიტომ ბოლო შეკითხვა თქვენთან მექნება და იგივე შეკითხვა შემდეგ თქვენთან. დარჩენილი რაღაც პერიოდი საკმაოდ მომავალ არჩევნებამდე თვითმმართველობის. როგორი პროგნოზი გაქვთ, როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორ შედგება საერთოდ თანამშრომლობა კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ადგილობრივ დონეზე? ეს ერთი წელი გათვალისწინებით, რაც დღეს ეს ერთი წელი, რაც ჩვენი უფლებამოსილებას ამოწურის მომავალი წლის მაისში, 2014 წლის მაისში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მანამდე მე ვთვლი, რომ ჩვენ 6 წევრი ვართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დანარჩენი არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. აბსოლუტურად ან კოალიციის წევრები არიან, ან ეგრეთ წოდებული აპოლიტიკური გუნდი, თუმცა ფრაქცია ძალიან მაინტერესებს. ვინა კოალიციის წევრი? თქვენ ხო ხართ? ფრაქცია ხო? ქართული ოცნება ფრაქცია, რომელიც ხო ხარ ბატონო დიმიტრი? ფრაქციაც არის. ქრისტიან დემოკრატებიც არის. ფრაუდ, რამდენიმე ფრაქცია. ძალიან გქონთ რა. არა, მე მინდა ერთხელ ჩემთვის თქვენ ხართ 35 ადამიანი, ხართ ერთიანი. არა ვართ ბატონო დიმიტრი, მე დაბერ გიფიქსირებთ რა. ბატონო დიმიტრი საუბრობს ყველაზე ცოტაზე ძალიან გთხოვთ მივცეთ საშუალება რომ ნამდვილად არა ვართ, დამერწუნეთ. ვინც დავრჩით ბოლოში, ეს ვართ ოფიციალური წევრები ფრაქციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. და ეს არის 6 კაცი. 35-დან როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუმცა ესეც ავიცი, კი ვიძახით მონოლიტიკოს და თუ მონოლიტს არ ყოფილი ხარ, თუ ზამანი დაიმსხვერთ და დაიშალეთ, ხო ასე გამოდის. ვისი ბრალია? ავიცი მაგარი გუნდი ვართ და პრეზიდენტი ზამანი ვართ. არა, ვცდილობ თუ ჩვენსო დაშანტაჟებასო, ჩვენს დაშანტაჟებას. გამარაგაში ხარ, მაგამავლება. არა, კოალიციაში უკვე შეიძლება. სად მაინც აინტერესებს. ასე, ერთი წუთით. ნაციონალური მოძრაობის გუნდში. არა, ძალიან გაგაცნობთ. შიგნით ხო ვიცით რა ხდება რა. წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ქართულ წარმომადგენლებს. კომისიით თქვენგან განსხვავებით ჩვენ თუ ვინმე რამეს იტყვის ხო კოალიციაში იქაც დემოკრატიასაც ყველას აქვს უფლება თქვას შენიშვნა გამოხატოს შენიშვნა ეს ამას არ ნიშნავს რომ ჩვენ დავიშალეთ ერთი წუთით მაცალეთ რა ბოლომდე დავამთავროთ თქვენს პარტნიორებს ერთი წუთით მე უბრალოდ დავაფიქსირე რომ ამდენი დავჭით ოფიციალური წევრი მე არ ვამბობ რომ ის ჩვენი მტერია კოალიციის წევრიანი ვიღაცა აპოლიტიკურში გადავიდა ჩვენ ერთი გუნდით მოვედით, ხო, ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ, ხალხმა აგვირჩია, ხო? ჩვენ ხალხს არ უნდა დავცილდეთ და არც დავცილები ვარ. მე ასე ვთვლი. ყოველ შემთხვევაში ირინას აჯაია მიხე
ასე შემდეგ არიან ჩვენს გუნდში, საკრებულოს წევრებში, მე იმას მაინც ჩემს გუნდს უძახებ, ბატონო დიმიტრი და თქვენ ჩვენი ერთი წევრი ვართ, კოლეგები ვართ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და ეს კოჰაბიტაცია ჩვენ მე მგონი არ შეგვშლია ახლა. არა, არ შეგვშლია ხელი. ეს პროცედურული საკითხია და ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ეს თემა არ არის დახურული. კი ბატონო, გეთანხმებით. ამიტომ მე მინდა ჩვენ გავაგზავნოთ მუშაობა, ერთი წელი პატარა დრო არ არის. ნამდვილად არ არის. დიდი დროა ძალიან. შეიძლება ბატონო დიმა ძალიან გთხოვთ რა. ანუ ეხლა ბოლო შეკითხვა გვაქვს გადაცემის დასასრულს, ანუ იგივე შეკითხვა, რაც ხალბატონი ირინეს დაუსი უპასუხოს ბატონი იმიშა, შემდეგ თქვენ ძალიან გთხოვთ პოლემიკაში ნუ ღარ შევალ, თორემ უკვე ძალიან გაგვიგრძელდა დრო. თუ შეიძლება თქვენ უპასუხოთ და შემდეგ ბატონები. მომავალ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. აი იმ შემდეგ შედის ძალაში ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს შესუსტებული რგოლი როგორც პრეზიდენტი და ძლიერი მთავრობა მმართველობაში. ანუ ჩვენ გადავდივართ ფაქტურად ძლიერი მთავრობა უნდა ყავდეს და მთავრობა მართავს საპარლამენტო მთელს ქვეყანას. მთავრობას აკონტროლებს პარლამენტი. პარლამენტში შეიძლება მოხდეს კოჰაბიტაციის რეჟიმში თუ კოალიციურ რეჟიმში ხან ერთი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, ხან მეორე, შესაბამისად ის დააკომპლექტებს მთავრობას. ანუ შესაძლებელია, რომ ადგილობრივ დონეზეც იყოს ანალოგიური სიტუაცია. მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში, თქვათ, შეიქმნას თუნდაც კოალიციური ან კოჰაბიტაციური ადგილობრივი საკრებულო, რომელშიც შეიძლება თანაბარი ძალიან მცირედი განსხვავებით იყოს დაბალანსებული საკრებულო. აქ ზუსტად 1 და 2 დეპუტატი ან აი მესამე ძალის ბალანსები პარტიული საკრებულოები შესაძლებელია რომ მოხდეს რომ ან ერთი გამგებელია ერჩოს ერთი პარტიის წარმომადგენელი გამგებელია ერჩოს საკრებულომ ან სხვა პარტიის წარმომადგენელი. მე საზღვარგარეთის ევროპულ ქვეყნებში მინახია რომ მაგალითად თქვა პოლონეთში არის რეგიონები სადაც თვითმმართველობები არის თქვა პრეზიდენტის მხარდამჭერი და მთავრობის ოპოზიცია არის რეგიონები რომლებიც მთავრობის მხარდამჭერია. რამდენ შესაძლებელი იქნება ეს ოზურგეთში აი ეს მაინც? რა თქმა უნდა ეს ოზურგეთში შესაძლებელი იქნება აი სწორედ იმის შემდეგ როდესაც ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ძალაში შევა რომ მთავრობა იქნება პრემიერ-მინისტრი უფრო ძლიერი ფიგურა ქვეყანაში და შესაბამისად პრემიერს ვინაიდან პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი არჩევის წესით პრემიერი ირჩევა არაპირდაპირი არჩევის წესით. ანუ პარლამენტი ირჩევს პრემიერს, რომ აქედან გამომდინარე შესაძლებელია და ჩვენს მაგალითად შესაძლებელია, რომ ჩვენ მაგალითად აუცილებლად ჩვენ ვემზადებით ნაციონალური მოძრაობა ვემზადებით მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად ამას გადააწყვეტ ჩვენი უზურგეთელი მოსახლეობა, რომ ჩვენ პოზიციაში მოვალთ რაიონის საკრებულოში თუ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მე ქალბატონები და ის ადამიანები რომლებიც ვართ ჩვენ ამ ფრაქციის წარმომადგენლები ყოველთვის მე ხმამაღლა შემიძლია გავაცხადო რომ მე ყოველთვის ვიმსახურები სიმართლეს. მე არ მზად ხართ სათანამშრომლოდ? აუცილებლად რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ ჩვენ ნებისმიერ იმ ძალასთან და იმ ადამიანებთან რომლებიც ჩვენი უზურგეთისათვის გააკეთებს იმ სასიკეთო სხვადასხვა ბანაკი ხო არა ვარ კაცურა შესაძლებელია პირიქით ჩვენ მზადავა ვითანამშრომლობთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან რომელიც ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამს წინ და არ დაუშვებს იმ შეცდომებს და არ წამოგვაძახებს რომ თქვენ იმ შეცდომებს არ დაუშვებს რაც ჩვენ დაუშვებთ. ეს იყო გაკვეთილი ადგილობრივ თუნდაც ცენტრალურ დონეზე რომ აი ეს შეცდომების გამეორება არ შეიძლება და ძალიან ხო ის კი არ მაგიზიანებს მაგრამ არ ვიცი მე ალბათ არ მომიქცეოდი ასე თქვა დღეს რომ ვიყო მართველი პარტიის წარმომადგენელი თქვა რომ ამას აკეთებდით თქვა რომ ჩვენ რომ ამას ვაკეთებდით ამის გამო დავისადეთ ჩვენ თქვენ გააკეთეთ უკეთესად. გასაგებია. აბურთი არ მოეცან. იგივე შეკითხვა მექნება თქვენთან ბატონში და თქვენ არ ბრძანდებით საკრებულოს წევრი, თუმცა მოვლენების საქმის კურსში ხართ. ეს დარჩენილი პერიოდი მომავალ თვითმმართველობის არჩევნებამდე როგორ წარმოგიდგენიათ ოზურგეთში? ოღონდ შეიძლება მოკლედ და შემდეგ ბატონი დიმე და დავასრულებთ. ძალიან დიდ დროს დაუთმობს ჩვენი მთავრობა, კოალიციური მთავრობა იმას რომ თვითმმართველობის რეფორმისათვის შექმნა საფუძვლები ამ ქვეყანაში. ჯერ ერთი მოხდება ძალიან სერიოზული საჯარო განხილვები იმ საკანონმდებლო ბაზისა, რომელიც თვითმმართველობასთან დაკავშირებული და რაც შემიძლია გარანტირებულად მოახსენოთ ჩვენს მაყურებელსაც და მოსახლეობასაც, რომ აი რეალური დეცენტრალიზაცია, რასაც ქვია ხელისუფლების, რა თქმა უნდა, აი სწორედ ამ საფუძვლებზე გაიმართება თვითმმართველობა
საქართველოში მომავალში, თუმცა მე უგულისხმობ არჩევნებამდე პერიოდს. აი ეს პერიოდი როგორ წარმოგიდგენიათ? რამდენად შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა, ჯანსაღი თანამშრომლობა, ხალხზე შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ოზურგეთის დონეზე აქ ჩვენთან? ეს დამოკიდებულია, დიახ, ეს მინდა გითხრათ, დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ამ რა თქმა უნდა, დიდწილად ეს დამოკიდებულია ქართული ოცნებისა და კოალიციის პოზიციაზე, რომელიც მე გავაჟღერე და მოგახსენეთ ბატონი ბიძინაევანიშვილის პოზიცია, რომ თვითმმართველობა უნდა იფუნქციონიროს თავის საკანონმდებლო ვადებში, ყოველგვარი ხელის შეშლისა და ზეწოლებისა და რა თქმა უნდა, გამორიცხული უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური დევნა. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ასეთია. გასაგებია და ბატონი დემოთ შეიძლება მოკლედ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ქაბადო ინაზა ბატონ მიხელის, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის. ჩვენ მართლაც ერთ რამე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ნაკლებად მაინტერესებს პოლიტიკური კუთხით ვინ როგორ არის საკრებულოში მოხვედრილი, თუმცა ამას სხვა დიდი თვითონაც აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოს, მაგრამ მე ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა, რომ თუ თქვენ ჩემო ბატონებო, ჩემო კოლეგებო, კიდევ ერთხელ გინდათ მართლაც რომ შეინარჩუნოთ ხალხის სიყვარული, შეინარჩუნოთ ის რომ მომავალშიც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ესეთი წელი საკმარისად თუ იმისთვის რომ ჩვენ ერთად მთლიანობაში ვინ ყველაფერს თავის სახელით ავართქვათ და კიდევ ერთხელ ვემსახუროთ იმ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებას ჩვენ წარმოადგენთ რა. ჩვენ ვიძახეთ რომ ვალთ ხალხის მიერ არჩეული და ვემსახუროთ ხალხს. თუ ჩვენ გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს, ჩვენ ვიტყვით რომ ყველა თანამდებობის პირს მოვთხოვთ პასუხს იმის მიხედვით, თუ მან როგორ მოიქცა დღემდე, მაშინ საკრებულო დაიბრუნებს თავის ფუნქციას, საკრებულო დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, ამიტომ ძალიან ვთხოვთ, კაბადონო ირინა, ამ თვის ბოლოს, όσο ჩვენ შევიკრიბებთ საკრებულოში, όσο დავაყენებთ რეალურ საკითხებს, ვიცით პოლიტიკური შეფასება, ყველა საკრებულოს წევრმა ვთქვა ჩვენი პოზიცია, ჩვენ ამის გამო ვიღაცას ვთხოვთ პასუხს თუ არ ვთხოვთ. ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ, არ აინტერესებთ ისი რა აინტერესებს ამ ხალხს ის 1 მილიონი ლარი, რომელიც მისი ბიუჯეტიდან იყო გამოყოლი თავიანთი თვის, რომ დაიხარჯა არასწორად. ამის პასუხი არავინ არ უნდა აგოს. ეს მაინტერესებს რა. ის ფუნქციო საკრებულო, რომელიც ამ თუთას თქვენ ძალიან გთხოვთ. მე მადლობელი ვარ კომისიაში მუშაობაზე, იდეალურად მიმდინარეობს კომისიო მუშაობაში. თქვენ ყველა ძალიან პროგრესულად აზროვნებთ, მაგრამ უცა საკრებულოს ხტომაზე ვიკრიბებით, შემდეგ გასაკვირად ვღებულობთ ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს რა. ეს მაფიქრებს და მაშფოთებს. ამიტომ ძალიან გთხოვ, კიდევ ერთხელ, უცა ხელს ავწევთ. ერთ რამე გვახსოვდეს, ჩვენ მსახურებით ხალხს. ჩვენ განკარგავთ და ხარჯავთ ხალხის ფულს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოება. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ფუნქცია პირველი არის ხალხთან ანგარიშ ჩაბარება და ჩვენ იქ იმიტომ ვზივართ, იმიტომ გვიხდიან ხელფას, რომ ადამიანებს მომსახუროთ და ადამიანების მომავალზე ვიფიქროთ და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ. თუ ამას ერთად მივახცევთ, მაშინ შედგება კოჰაბიტაცია, თუ ამას ვერ მივახცევთ, მაშინ გამოდის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ რჩება ჯიუტად იმ პოზიციაზე, რომ ჩვენ არ გვინდა ქართულ სიამოვნებასთან თანამშრომლობა. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, თუ მიიღეთ რეალურ გადაწყვეტილებას. გასაგებია, დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ქალბატონი ირინა საჯაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ბატონი მიხეილ გოგოტიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბატონი დიმიტრი კვერღელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია ქართული ოცნებიდან და ბატონი შოთა გოგიბერიძე, კოალიცია ქართული ოცნების წევრი, ეროვნული ფორუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდით. კარგად ბრძანდებოდით.